როდესაც თბილისის სახელმწიფო თეატრის არქივში ძველ ქაღალდებს ალაგებდნენ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა იპოვა ყვითელი კონვერტი, რომელზეც წითელი ფანქრით ეწერა, არ გახსნათ 50 წლის განმავლობაში. შიგნით იყო ფოტოსურათი, ახალგაზრდა მედია ჯაფარიძე, მაგრამ არა იმ მედია, რომელსაც ყველა იცნობდა. ამ სურათზე ის იდგა უცნობი მამაკაცის გვერდით, მათი ხელები ერთმანეთში იყო გადაჯაჭვული, ხოლო მედიას თვალებში ის ბედნიერება ეტყობოდა, რომელსაც მოგვიანებით, რეზო ჩხეიძესთან ერთად აღარასოდეს დაინახავდით. კონვერტში იყო კიდევ ერთი ქაღალდი, წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით, თუ ეს ოდესმე გახსნება იცოდეთ, მე ვიყავი მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული. ხელმოწერა იყო გაშლილი, მაგრამ წაკითხვადი, გრიგოლ წერეთელი. ეს სახელი არ არსებობს არც ერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში, არც მედიას მემუარებში, არც მის ოჯახურ ალბომებში. ვინ იყო ეს მამაკაცი? რატომ წაშალეს მისი არსებობა ისტორიიდან? და რატომ უნდა დამარხულიყო ეს საიდუმლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში? მედია ჯაფარიძე, ეს სახელი საქართველოში ნიშნავს მეტს, ვიდრე უბრალოდ მსახიობს. ის იყო ხატი, სიმბოლო, ქალი, რომელიც განასახიერებდა იდეალურ ქართველ დედას, მეუღლეს, მსახიობს. მისი ქორწინება რეზო ჩხეიძესთან ითვლებოდა ზღაპრად, ორი ტიტანი, ორი ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთს ეძებდნენ და იპოვეს. მაგრამ რა მოხდა მანამდე? რატომ არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი მედიას ცხოვრების შესახებ 1945 წლიდან 1957 წლამდე? 2 წელი, სრული სიჩუმე, თითქოს ის გაქრა დედამიწის პირიდან. ოფიციალური ვერსია ამბობს, სწავლობდა მოსკოვში. მაგრამ არქივებში არ არის არც ერთი ჩანაწერი მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში მისი ყოფნის შესახებ. არც ერთი ფოტო, არც ერთი დამოწმება, არც ერთი თანაკურსელი, რომელიც მას იხსენებდა. 2 წელი, შავი ხვრელი ბრწყინვალე ბიოგრაფიის შუაგულში. ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. ვისაუბრეთ ადამიანებთან, რომლებიც იმ დროს ცოცხალი იყვნენ და ახსოვთ ის, რაზეც საჯაროდ საუბარი აკრძალული იყო. ერთ-ერთმა ძველმა გრიმა, რომელიც 1950-იან წლებში თეატრში მუშაობდა, ჩვენთან საუბრისას ატირდა და თქვა, მე ვიცოდი. ჩვენ ყველამ ვიცოდით. მაგრამ გვეშინოდა. არა მედიას, არამედ იმ ადამიანების, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ისტორია არასოდეს უნდა გამხდარიყო ცნობილი. რას გულისხმობდა ის? ვინ იყვნენ ეს ადამიანები? და რატომ იყო ეს საიდუმლო ისეთი საშიში, რომ მთელმა თეატრალურმა საზოგადოებამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირი დახუჭა? გრიგოლ წერეთელი. ეს სახელი პირველად გაჟღერდა 1945 წელს, თბილისის თეატრალურ წრეებში. ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნდა ახალი იდეებით, ახალი ხედვით. მას ჰქონდა ყველაფერი, ბრწყინვალე განათლება, ძლიერი კავშირები, ოჯახური სახელი, რომელიც საქართველოში პატივს სცემდნენ. ის იყო ადამიანი, რომელსაც მომავალი ჰქონდა. და ის შეხვდა მედიას, 18 წლის გოგონას, რომელიც ოცნებობდა სცენაზე გასვლაზე. მათი პირველი შეხვედრა მოხდა თეატრის რეპეტიციაზე, სადაც მედია მასაში მონაწილეობდა. გრიგოლი იყო დამხმარე რეჟისორი. თანამედროვეების მოგონებით, როდესაც გრიგოლმა პირველად დაინახა მედია, ის გაშეშდა. ის უყურებდა მას ისეთ, თითქოს პირველად ხედავდა მზეს, იხსენებს ერთ-ერთი მსახიობი. მედია კი თავის მხრივ გრიგოლში დაინახა ყველაფერი, რაც ახალგაზრდა გოგონას შეეძლო სურვილი, ნიჭი, ინტელექტი, გატაცება ხელოვნებით და რაც მთავარია, ის ყურადღება, რომელსაც ის ოჯახში ვერ იღებდა. მათი რომანი დაიწყო ფარულად. 1945 წელს საქართველოში ჯერ კიდევ მძიმე იყო ვითარება, ომის შემდგომი ნანგრევები, შიმშილი, რეპრესიები. მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს იყო დრო იმედისა. გრიგოლი და მედია ხვდებოდნენ ფარულად ძველ პარკში, სადაც არავინ დადიოდა, ან გრიგოლის მეგობრის ბინაში, რომელიც ქალაქის გარეუბანში იყო. ისინი საათობით საუბრობდნენ თეატრზე, ცხოვრებაზე, მომავალზე. გრიგოლი აპირებდა დიდ რეჟისორად გახდომას, ხოლო მედია დიდ მსახიობად. ისინი გეგმავდნენ ერთად მუშაობას, ერთად შექმნილიყო ის თეატრი, რომელიც შეცვლიდა საქართველოს კულტურულ ლანდშაფტს. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, რომელზეც ისინი არ საუბრობდნენ, გრიგოლი იყო დაქორწინებული. მისი ცოლი, ნინო, იყო გავლენიანი პარტიული მოღვაწის ასული. ქორწინება იყო არა სიყვარულის, არამედ გათვლის შედეგი, გრიგოლის ოჯახი სჭირდებოდა კავშირები, ხოლო ნინოს ოჯახს პრესტიჟი. ეს იყო ტიპიური საბჭოთა კავშირი, სადაც გრძნობებს ადგილი არ ჰქონდა. მაგრამ როდესაც გრიგოლმა შეიყვარა მედია, ის გაიგო, რას ნიშნავდა ნამდვილი გრძნობა. ის დაიწყო განქორწინების პროცესი. და აქ დაიწყო ის, რაც შემდგომში გახდებოდა ტრაგედიის საფუძველი.
ნინოს მამამ, რომელიც იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, მიიღო ეს როგორც პირადი შეურაცხყოფა. ის არ აპირებდა თავის ასულ სირცხულში ჩაგდებოდა და მან გამოიყენა ყველა თავისი გავლენა, რათა გრიგოლი დაესაჯა. მაგრამ როგორ? რა მოხდა შემდეგ? და რატომ გაქრა მედია 2 წლის განმავლობაში? 1945 წლის ნოემბერში, ცივ საღამოს, გრიგოლ წერეთელი დააკავეს. ოფიციალური ბრალდება იყო ანტისაბჭოთა პროპაგანდა და ბურჟუაზიული ნაციონალიზმის დანერგვა თეატრალურ ხელოვნებაში. ეს იყო სტანდარტული ფორმულირება, რომელსაც იმ დროს იყენებდნენ ნებისმიერი არასასურველი ადამიანის მოსაშორებლად. მაგრამ რეალური მიზეზი იყო სხვა, შურისძიება. ნინოს მამამ, ვინც ჰქონდა პირდაპირი ცუდომა უშიშროების ორგანოებთან, მოაწყო ეს დაპატიმრება. გრიგოლს არ მისცეს საშუალება დაცვისთვის, არ მისცეს საშუალება ადვოკატთან შეხვედრისთვის. ის გაგზავნეს სიბირში, შრომით ბანაკში, სადაც ათასობით ადამიანი კვდებოდა სიცივისა და შიმშილისგან. ეს იყო სასჯელი არა დანაშაულისთვის, არამედ სიყვარულისთვის. მედიამ შეიტყო გრიგოლის დაპატიმრების შესახებ მეორე დღეს. ის იყო თეატრში, როდესაც ერთ-ერთმა მსახიობმა ჩურჩულით უთხრა, გრიგოლი წაიყვანეს. მედიას გული გაუჩერდა. ის გარბოდა მის ბინაში, მაგრამ იქ უკვე იყო ბეჭდები, ბინა დალუქული იყო, ყველა ნივთი ჩამორთმეული. მეზობლები ეშინოდათ საუბრის. მედია მივიდა ნინოს ოჯახის სახლში, დაეცა მუხლებზე და ევედრებოდა, გაათავისუფლონ გრიგოლი, ის უდანაშაულო იყო. მაგრამ ნინოს მამამ კარი პირდაპირ მის წინაშე დახურა და თქვა, მხოლოდ ერთი წინადადება, თუ ჭკვიანი ხარ, დაივიწყებ ამ სახელს და აღარასოდეს გაიხსენებ. ეს იყო მუქარა, რომელსაც მედიამ კარგად გაიგო. მომდევნო კვირების განმავლობაში მედია ცდილობდა გაეგოს, სად იყო გრიგოლი, რა მოხდებოდა მასთან. ის დადიოდა ყველა ოფისში, ყველა ინსტანციაში, მაგრამ ყველგან იღებდა ერთსა და იმავე პასუხს: ასეთი ადამიანი არ არსებობს ჩვენ სისტემაში. თითქოს გრიგოლი წაშლილიყო არა მხოლოდ თავისუფლებიდან, არამედ თავად არსებობიდან. მედია იყო სასოწარკვეთილი. ის ვეღარ ძილობდა, ვეღარ ჭამდა, ვეღარ თამაშობდა სცენაზე. მისი კოლეგები ხედავდნენ, როგორ ქრებოდა ის ყოველდღიურად, როგორ კარგავდა წონას, როგორ ქრებოდა ის ბრწყინვალება, რომელიც მას ახასიათებდა. თეატრის დირექტორმა მას თქვა: მედია, შენ უნდა გააგრძელო. თუ შენს ჩამოვარდები, ეს იქნება შენი დასასრული. ეს იყო გაფრთხილება, თუ მედია გააგრძელებდა გრიგოლის ძებნას, ის თავადაც მოხვდებოდა რეპრესიების სიაში. და მაშინ მოხდა რაღაც, რაც შეცვლიდა მედიას ცხოვრებას სამუდამოდ. 1945 წლის დეკემბერში, ზუსტად 1 თვის შემდეგ გრიგოლის დაპატიმრებისა, მედიამ შეიტყო, რომ ორსულად იყო. ეს იყო გრიგოლის ბავშვი. ის იყო 18 წლის დაუქორწინებელი, ხოლო მისი საყვარელი იყო სიბირში, უცნობ ბანაკში, საიდანაც შესაძლოა არასოდეს დაბრუნებულიყო. რა უნდა გაეკეთებინა? თუ ის დატოვებდა ბავშვს, ეს იქნებოდა სკანდალი, რომელიც დაასრულებდა მის კარიერას და შესაძლოა მის ცხოვრებასაც. იმ დროს დაუქორწინებელი დედა იყო სირცხვილი, განსაკუთრებით თუ ბავშვის მამა იყო ხალხის მტერი. მაგრამ თუ ის არ დატოვებდა ბავშვს, ეს იქნებოდა ღალატი გრიგოლის მიმართ, ღალატი მათი სიყვარულის მიმართ. მედია მივიდა თავის დედასთან და უთხრა ყველაფერი. დედა, რომელიც იყო მარტივი ქალი, მაგრამ ძლიერი და გონიერი, მას უთხრა: შვილო, შენ უნდა გადარჩე. გრიგოლი არ დაბრუნდება. და თუ შენ დაიღუპები, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც თქვენ იბრძოლეთ, იქნება უაზრო. ეს იყო მძიმე სიმართლე, მაგრამ სიმართლე. მედიას დედამ მოაწყო ყველაფერი, ის გაგზავნა მედია თბილისიდან, მისთვის ოჯახში, რომელიც ცხოვრობდა პატარა სოფელში, მთებში, სადაც არავინ იცნობდა მას. იქ მედიამ გაატარა 9 თვე დამალული მსოფლიოსგან. 1946 წლის აგვისტოში მან შვა ბიჭი. მაგრამ ის ვერ დატოვა მას. დედამ მოაწყო ბავშვის გადაცემა ერთ ოჯახში, რომელსაც არ შეეძლო საკუთარი შვილების ყოლა. ისინი დაჰპირდნენ, რომ ზრდიდნენ მას როგორც საკუთარს და არასოდეს ეტყოდნენ, ვინ იყო მისი ნამდვილი დედა. მედია დაბრუნდა თბილისში 1947 წელს. ის იყო 20 წლის, მაგრამ გამოიყურებოდა 30-ის. მისი თვალები იყო ცარიელი, მისი ღიმილი, ყალბი. ის დაბრუნდა თეატრში და თქვა, რომ იყო მოსკოვში, სწავლობდა. არავინ არ დაუსვა კითხვები. ყველა მიცოდა, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ ყველამ მიიღო ეს ტყუილი, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა მედიას გადასარჩენად. თეატრის დირექტორმა მას მისცა მთავარი როლი ახალ სპექტაკლში. ეს იყო შანსი დაწყებისთვის, შანსი დავიწყებისთვის. და მედიამ გამოიყენა ეს შანსი.
ის თამაშობდა ისე, თითქოს თავისი ცხოვრება იყო დამოკიდებული ამაზე. და შესაძლოა, ნამდვილად იყო. მაგრამ ღამით, როდესაც ის რჩებოდა მარტო, ის სტიროდა. ის ფიქრობდა გრიგოლზე, რომელიც იყო სადღაც სიბირის ყინულებში. ის ფიქრობდა თავის შვილზე, რომელიც იზრდებოდა სხვა ოჯახში, არ იცოდა, ვინ იყო მისი ნამდვილი დედა. ის ფიქრობდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც მას შეეძლო ჰქონოდა, ოჯახი გრიგოლთან, ბავშვის სიყვარული. მაგრამ ეს ყველაფერი წაართვეს. და ის იცოდა, რომ არასოდეს ვერ დაიბრუნებდა. ის იცოდა, რომ უნდა ეცხოვრა ამ ტყუილით, ამ საიდუმლოებით, სანამ სიკვდილი არ მოვიდოდა. და ის ასე გააკეთა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში მედია ჯაფარიძე ატარებდა ამ საიდუმლოს თავის გულში, არასოდეს უთქვამს არავის, არასოდეს უჩვენებია სისუსტე. მაგრამ რა მოუვიდა გრიგოლს? დაბრუნდა თუ არა ის სიბირიდან? და იცოდა თუ არა მას, რომ ჰყავდა შვილი? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები დამარხულია არქივებში, რომლებიც ჯერ კიდევ დახურულია. მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ ერთი დოკუმენტი, რომელიც აძლევს მინიშნებას. ეს არის წერილი, რომელიც გაგზავნილია 1948 წელს, სიბირიდან თბილისში. წერილი არის მოკლე, მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი. მედია, მე ვიცი, რა მოხდა. მე ვიცი, რა გააკეთე. და მე გიყვარვარ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ნუ დამივიწყებ. გრიგოლი. ეს წერილი არასოდეს მიუღია მედიას. ის იქნა ჩამორთმეული ცენზურის მიერ და დაარქივებული. მაგრამ ის არსებობს. და ის ამტკიცებს, რომ გრიგოლი იცოდა. ის იცოდა ბავშვის შესახებ. ის იცოდა მედიას მსხვერპლის შესახებ. და ის მაინც უყვარდა. 1948 წელს, როდესაც გრიგოლი წერდა ამ წერილს, ის იყო სიბირის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შრომით ბანაკში, კოლიმაში. ეს იყო ადგილი, საიდან ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდებოდა ცოცხალი. ტემპერატურა ზამთარში ეცემოდა -50 გრადუსამდე, ხოლო პატიმრები მუშაობდნენ ოქროს მაღაროებში 14 საათის განმავლობაში დღეში, მწირი საკვებით და თითქმის არანაირი სამედიცინო დახმარებით. გრიგოლი იყო ერთ-ერთი იმ ათასობით ადამიანიდან, რომლებიც გაგზავნილი იყვნენ იქ არა დანაშაულისთვის, არამედ პოლიტიკური მიზეზებისთვის. მაგრამ ის არ იყო ჩვეულებრივი პატიმარი. ის ინარჩუნებდა თავის ღირსებას, თავის ადამიანურობას, მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელშიც იყო. ბანაკში გრიგოლმა შეხვდა ადამიანი, რომელიც გახდებოდა მისი ერთადერთი მეგობარი, ძველი ექიმი, რომელიც ასევე იყო რეპრესირებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. ამ ექიმმა, სახელად ალექსანდრე, ესაუბრა გრიგოლს და შეიტყო მისი ისტორია. როდესაც გრიგოლმა უთხრა მედიას შესახებ, ალექსანდრემ თქვა, შენ უნდა დაწერო მისთვის. თუნდაც წერილი არასოდეს მიაღწიოს მას, შენ უნდა დაწერო. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეინარჩუნო იმედი. და გრიგოლმა დაწერა. ის წერდა წერილებს მედიასთვის ყოველ კვირას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ისინი არასოდეს გაიგზავნებოდა. ის წერდა თავის სიყვარულის შესახებ, თავის იმედების შესახებ, თავის ოცნებების შესახებ. ის წერდა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიდგენდა მათ ერთად ცხოვრებას, როდესაც ის დაბრუნდებოდა. ეს წერილები იყო მისი გადარჩენა, მისი მიზეზი გაგრძელებისთვის. მაგრამ 1959 წლის თებერვალში მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ბანაკში მოვიდა ახალი პატიმარი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო დაპატიმრებული თბილისში. ამ კაცმა, როდესაც გაიგო, რომ გრიგოლი იყო იქ, მიუახლოვდა მას და ჩურჩულით უთხრა, მე ვიცი მედია ჯაფარიძის შესახებ. მე ვიცი, რა მოხდა მასთან. გრიგოლის გული გაუჩერდა. ის ჰკითხა, რა მოხდა, და ახალგაზრდა კაცმა უთხრა ყველაფერი, ორსულობის შესახებ, ბავშვის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ გაგზავნეს მედია სოფელში, როგორ მისცა ბავშვის სხვა ოჯახს, როგორ დაბრუნდა თბილისში და განაგრძო თავისი ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. გრიგოლი იყო შოკში. ის არ იცოდა, რომ მედია იყო ორსულად. ის არ იცოდა, რომ მას ჰყავდა შვილი. და ის არ იცოდა, რომ მედიამ გააკეთა ასეთი მსხვერპლი. იმ ღამეს გრიგოლმა ვერ დაძინა. ის წოლაზე იწვა და ფიქრობდა. ის ფიქრობდა მედიაზე, რომელმა დაკარგა ყველაფერი, საყვარელი, ბავშვი, ნორმალური ცხოვრება. ის ფიქრობდა თავის შვილზე, რომელიც იზრდებოდა სადღაც, არ იცოდა, ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. ის ფიქრობდა იმ უსამართლობაზე, რომელმაც მათ ეს ყველაფერი გამოუწვია. და ის გადაწყვიტა, რომ უნდა გადარჩენოდა. ის უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. ის უნდა ეპოვა მედია. ის უნდა ეპოვა თავისი შვილი. ეს იყო ახალი მიზანი, ახალი იმედი.
და ეს იმედი აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა. გრიგოლმა დაიწყო გეგმის შედგენა. ის იცოდა, რომ ბანაკიდან გაქცევა იყო თითქმის შეუძლებელი, გარშემო იყო ასობით კილომეტრი ტუნდრა, სადაც არაფერი არ იზრდებოდა და არავინ არ ცხოვრობდა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ იყო ერთი გზა, თუ ის შეძლებდა მოხვედრას სამედიცინო ნაწილში, შეეძლო მოეპოვებინა დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა მის ავადმყოფობას და შესაძლოა გადაეყვანათ უფრო მსუბუქ რეჟიმში. მისი მეგობარი, ექიმი ალექსანდრე, დაეხმარა მას. ის მოამზადა ყალბი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ გრიგოლს ჰქონდა მძიმე ფილტვის დაავადება და მას სჭირდებოდა სპეციალური მკურნალობა. ეს იყო რისკი, თუ ისინი დაიჭერდნენ, ორივეს დახვრიტავდნენ. მაგრამ გრიგოლი იყო მზად ამ რისკისთვის. 1959 წლის მარტში გრიგოლი გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. იქ ის გაატარა 3 თვე, ელოდა შესაძლებლობას. და ეს შესაძლებლობა მოვიდა ივნისში, როდესაც ბანაკში მოხდა დიდი ეპიდემია, ტიფი. ასობით პატიმარი დაავადდა, ხოლო სამედიცინო პერსონალი ვერ უმკლავდებოდა. ქაოსში გრიგოლმა შეძლო გაქცევა. ის გაიპარა ბანაკიდან ერთ ღამეს, როდესაც ყველა იყო დაკავებული ავადმყოფების მოვლით. ის გაიქცა ტუნდრაში მხოლოდ ერთი ჩანთით, რომელშიც იყო ცოტა საკვები და წყალი. ის იცოდა, რომ მას ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე დღე, სანამ ის დაიჭერდნენ ან მოკვდებოდა სიცივისა და შიმშილისგან. გრიგოლი დადიოდა ღამით და იმალებოდა დღისით. ის ჭამდა თოვლს და ძველ მცენარეებს, რომლებსაც პოულობდა. ის იყო ისე სუსტი, რომ ძლივს დგებოდა ფეხზე. მაგრამ ის აგრძელებდა. ის ფიქრობდა მედეაზე, თავის შვილზე, იმ ცხოვრებაზე, რომელიც მას შეეძლო ჰქონოდა. და ეს აძლევდა მას ძალას. ერთი კვირის შემდეგ ის მიაღწია პატარა სოფელს, სადაც ცხოვრობდნენ ძველი რუსი ოჯახი. ისინი იყვნენ გადასახლებულები, რომლებიც ასევე იყვნენ რეპრესიების მსხვერპლნი. როდესაც ისინი დაინახეს გრიგოლი, ნახევრად მკვდარი, გაკინული, შიმშილით, ისინი შეიწყნარეს ის. ისინი მისცეს მას საკვები, თბილი ტანისამოსი ადგილი დასაძინებლად. და ისინი არ დაუშვეს კითხვები. ისინი იცოდნენ, რომ ის იყო გაქცეული პატიმარი, მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება. გრიგოლმა გაატარა 2 თვე ამ ოჯახთან. ის აღდგა, მოიმატა წონაში, დაიბრუნა ძალები. და მაშინ ის გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო. ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. ის უნდა ეპოვა მედია. მაგრამ როგორ? ის იყო გაქცეული პატიმარი, მისი სახელი იყო ყველა სიაში. თუ ის დაიჭერდნენ, მას დახვრიტავდნენ. მაგრამ რუსმა ოჯახმა დაეხმარა მას. ისინი მისცეს მას ყალბი დოკუმენტები, პასპორტი სხვა სახელით, სამუშაო წიგნი, რომელიც ადასტურებდა, რომ ის იყო მშენებელი. ამ დოკუმენტებით გრიგოლმა შეძლო მოგზაურობა მატარებლით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სიბირიდან დასავლეთისკენ, საქართველოსკენ. მოგზაურობა გაგრძელდა 6 თვე. გრიგოლი მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, სამშენებლო მოედნებზე, ქარხნებში, სოფლებში, რათა გამოეშოვა ფული ბილეთებისთვის. ის იცვლიდა სახელებს, ადგილებს, სამუშაოებს, რათა არ დაეჭირათ. ის იყო ჩრდილი, მოჩვენება, ადამიანი, რომელიც არ არსებობდა. მაგრამ ის აგრძელებდა. და 1959 წლის დეკემბერში, ზუსტად 4 წლის შემდეგ მისი დაპატიმრებისა, გრიგოლი მივიდა თბილისში. ის იდგა ძველი თეატრის წინ, სადაც ის პირველად შეხვდა მედეას. ის უყურებდა შენობას, რომელიც იყო სავსე მოგონებებით. და ის იცოდა, რომ ახლა უნდა გადაეწყვიტა, შევიდოდა თუ არა შიგნით, ეძებდა თუ არა მედეას, რისკავდა თუ არა ყველაფერს. მაგრამ სანამ ის გადაწყვეტდა, მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. თეატრიდან გამოვიდა ქალი. ეს იყო მედეა. გრიგოლმა ის დაინახა და გული გაუჩერდა. ის იყო უფრო ლამაზი, ვიდრე ის იხსენებდა, უფრო მომწიფებული, უფრო ელეგანტური, მაგრამ ასევე უფრო სევდიანი. მედეა იდგა თეატრის კიბეებზე და საუბრობდა ერთ კაცთან. ეს კაცი იყო რეზო ჩხეიძე, ცნობილი რეჟისორი, რომელიც იმ დროს უკვე იყო ვარსკვლავი. ისინი იცინოდნენ, საუბრობდნენ და გრიგოლმა დაინახა, თუ როგორ უყურებდა რეზო მედეას, ის უყურებდა მას სიყვარულით. და მედეა ღიმილობდა, მაგრამ მისი თვალები იყო ცარიელი. გრიგოლმა გაიგო, მედეა ცდილობდა ცხოვრებას, ცდილობდა დავიწყებას, ცდილობდა გაგრძელებას. და თუ ის ახლა გამოჩნდებოდა, ეს დაანგრევდა ყველაფერს, რაც მედეამ აშენა ამ 4 წლის განმავლობაში. გრიგოლი იდგა ჩრდილში და უყურებდა. ის უყურებდა, როგორ ჯდებოდა მედეა რეზოს მანქანაში, როგორ მიდიოდნენ ისინი.
და ის იცოდა, რომ უნდა გაეშვა. ის იცოდა, რომ თუ ის ნამდვილად უყვარდა მედია, ის უნდა ეშვა მას ცხოვრება. ის უნდა ეშვა მას შანსი ბედნიერებისთვის, თუნდაც ეს ბედნიერება იყოს სხვა კაცთან. და ის გააკეთა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება თავის ცხოვრებაში, ის გაბრუნდა. ის დატოვა თბილისი, დატოვა მედია, დატოვა თავისი შვილი. ის წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდა. ეს იყო მისი უკანასკნელი მსხვერპლი, მისი უკანასკნელი სიყვარულის მტკიცებულება. მაგრამ სად წავიდა გრიგოლი? რა მოუვიდა მას? და იცოდა თუ არა მედია მოდესმე, რომ გრიგოლი იყო თბილისში იმ ღამეს. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერ კიდევ დამალულია. მაგრამ ერთი რამ ცნობილია, გრიგოლ წერეთელის სახელი აღარასოდეს გაჟღერებულა საქართველოში. ის გაქრა, თითქოს არასოდეს არსებულიყო. და მედია ჯაფარიძემ განაგრძო თავისი ცხოვრება, გახდა ლეგენდა და ქორწინდა რეზო ჩხეიძეზე, შექმნა იდეალური ოჯახი. მაგრამ ღამით, როდესაც ის რჩებოდა მარტო, ის ფიქრობდა გრიგოლზე. ის ფიქრობდა თავის შვილზე. ის ფიქრობდა იმ სიყვარულზე, რომელიც დაკარგა. და ის ატარებდა ამ ტკივილს თავის გულში, სანამ სიკვდილი არ მოვიდოდა. მედიას ცხოვრება რეზო ჩხეიძესთან. გარედან გამოიჯდა როგორც ზღაპარი, მაგრამ თბილისის თეატრალური წრეების ძველმა კოსტიუმერმა, ნინო ბერიძემ, რომელიც 1950-იან წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, ჩვენთან საუბრისას გამოიღო ძველი რვეული, ის, სადაც ის აღნიშნავდა ყველა სპექტაკლის დეტალებს. აი ნახეთ ეს ჩანაწერი, თქვა მან ცრემლიანი თვალებით. 1948 წლის თებერვალი. მედია ჩხეიძე, ახალი გვარით უკვე თამაშობდა დესდემონას. სპექტაკლის შემდეგ მე შევედი გასახდელში და ვნახე, რომ მისი კოსტიუმის საყელო იყო სისხლში. არა თეატრალურ წითელ საღებავში, არამედ ნამდვილ სისხლში. მედია იჯდა სარკის წინ და კბენდა ტუჩებს, სანამ ისინი არ სისხლდებოდა. მე ვკითხე, რატომ? და მან მითხრა, მე უნდა ვიგრძნო ტკივილი, რათა დავივიწყო სხვა ტკივილი. რა იყო ეს სხვა ტკივილი, რომელსაც მედია ცდილობდა დაევიწყებინა საკუთარი სისხლით? რატომ ატარებდა ის ყოველ საღამოს ამ თვითდასჯას, როდესაც მთელი საქართველო თვლიდა, რომ ის იყო ყველაზე ბედნიერი ქალი ქვეყანაში? და ვინ იცოდა ამ საიდუმლოს გარდა ძველი კოსტიუმერისა, რომელიც 50 წლის განმავლობაში ინახავდა პირს და ხუჭულს? რეზო ჩხეიძე იყო ბრწყინვალე რეჟისორი, ქარიზმატული, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, სახელი, პატივი, კავშირები პარტიულ ელიტასთან. მაგრამ მას ჰქონდა ერთი სისუსტე, რომელზეც საჯაროდ არავინ საუბრობდა, ის იყო ავადმყოფურად ეჩვიანი. მედიას კოლეგები იხსენებენ, თუ როგორ გამოჩნდებოდა რეზო უეცრად რეპეტიციებზე, როგორ იჯდა უკანა რიგში და აკვირდებოდა, არა სპექტაკლს, არამედ მედიას, როგორ ურთიერთობდა ის მამაკაც მსახიობებთან. ერთხელ იხსენებს მსახიობი გიორგი დავითაშვილი, რეზომ სპექტაკლის შემდეგ მოითხოვა, რომ ყველა სასიყვარულო სცენა ამოეღოთ პიესიდან. მან თქვა, რომ ეს არ შეეფერებოდა მედიას ხასიათს. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით ნამდვილი მიზეზი, მას არ სურდა, რომ მედია ეხებოდა სხვა მამაკაცს, თუნდაც სცენაზე, თუნდაც თამაშში. ეს არ იყო სიყვარული, ეს იყო ფლობა. რეზო არ უყვარდა მედია როგორც ქალი, ის უყვარდა როგორც ტროფეი, როგორც სიმბოლო საკუთარი წარმატებისა. მაგრამ რატომ ითმენდა მედია ამას? რატომ არ წასულა? შესაძლოა იმიტომ, რომ ის უკვე დაკარგა ყველაფერი, რაც ნამდვილად ღირებული იყო, და ეს ქორწინება იყო მხოლოდ ფასადი, რომელიც მას იცავდა კითხვებისგან, ეჭვებისგან, წარსულისგან. 1959 წელს, ზუსტად 1 წლის შემდეგ მედიას ქორწინებისა რეზოსთან, მოხდა ინციდენტი, რომელიც თითქმის გაანადგურა მათ ოჯახს. ეს იყო ზამთარი, თოვლიანი საღამო. მედია და რეზო იყვნენ სახლში, როდესაც კარზე დააკაკუნეს. რეზომ გახსნა კარი და ნახა უცნობი კაცი, ძველი, გამხდარი, ტანსაცმელში, რომელიც ჩანდა, რომ ბევრჯერ იყო შეკერილი. კაცმა თქვა, რომ მას ჰქონდა წერილი მედიასთვის. რეზომ მოითხოვა წერილი, მაგრამ კაცმა უარი თქვა, ის უნდა გადაეცა პირადად მედიას ხელში. რეზო გაბრაზდა, მაგრამ მედიამ, რომელიც გამოვიდა დერეფანში, ნახა ეს კაცი და გაშეშდა. მისი სახე გაფითრდა, ხელები დაუძრა. რეზომ შენიშნა ეს რეაქცია და ჰკითხა, შენ იცნობ ამ ადამიანს? მედიამ თქვა, არა, არასოდეს მინახავს. მაგრამ მისი ხმა ძრწოდა. უცნობმა კაცმა გადასცა კონვერტი მედიას და წავიდა, არაფერი უთქვამს. მედიამ გახსნა კონვერტი და წაიკითხა წერილი. შემდეგ ის ჩაიქოლა სავარძელში და დაიწყო ტირილი, ისეთი ტირილი, რომელიც მოდიოდა სულის სიღრმიდან, ისეთი ტირილი, რომელიც ჩანდა, რომ წლების განმავლობაში იყო ჩახშობილი. რეზომ მოითხოვა წერილი, მაგრამ მედიამ ჩაყარა ის ხუმელში და უყურა, როგორ იწვოდა.
ეს იყო ჩემი წარსული, თქვა მან. და ახლა ის აღარ არსებობს. მაგრამ რა იყო ამ წერილში? ვინ იყო ეს უცნობი კაცი? ჩვენ ვცადეთ გაგვეგო, მაგრამ ყველა, ვინც იმ ღამეს იცოდა რაიმე, უკვე გარდაცვლილია ან უარს ამბობს საუბარზე. მაგრამ ერთი დეტალი გვაქვს, მედიას მეზობელი, რომელიც იმ საღამოს ხედავდა უცნობ კაცს, როგორ გამოდიოდა ჩხეიძეების სახლიდან, იხსენებს, ის ტიროდა. ძველი კაცი, რომელიც უნდა ყოფილიყო ძლიერი, ტიროდა როგორც ბავშვი. ის იდგა ქუჩაში, თოლში და იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს: მე გავაკეთე სწორი არჩევანი, მე გავაკეთე სწორი არჩევანი. რა არჩევანი? რატომ ტიროდა ის? და რატომ არასოდეს დაბრუნდა? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ ღამის შემდეგ მედია შეიცვალა. ის გახდა უფრო დახურული, უფრო ცივი, უფრო შორეული. თითქოს ამ წერილმა დახურა უკანასკნელი კარი, რომელიც აკავშირებდა მას წარსულთან. 1950-იან წლებში მედია ჩხეიძე გახდა არა მხოლოდ დიდი მსახიობი, არამედ სიმბოლო, იდეალური საბჭოთა ქალის სიმბოლო. ის თამაშობდა დედების როლებს, მეუღლეების როლებს, ქალების როლებს, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, სიმართლისთვის. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მედიას არ ჰყავდა შვილები. ოფიციალური ვერსია იყო სამედიცინო პრობლემები. მაგრამ მედიას ახლო მეგობარი, მსახიობი ეკატერინე ნინიძე, რომელმაც ჩვენთან საუბრისას დაარღვია 50 წლის სიჩუმე, თქვა, მედიას შეეძლო ხოლოდა შვილები. მაგრამ ის არ სურდა. ერთხელ, როდესაც მე ვკითხე, რატომ, მან მითხრა, მე უკვე მყავდა შვილი. და მე დავკარგე ის. მე არ შემიძლია კიდევ ერთხელ გავიაროს ეს ტკივილი. რა ნიშნავდა ეს? რომელ შვილზე საუბრობდა ის? იმ ბიჭზე, რომელიც დაიბადა 1946 წელს და გადაეცა სხვა ოჯახს. მაგრამ როგორ იცოდა ეკატერინე მამის შესახებ? მედია მითხრა ერთხელ, როდესაც ის იყო ძალიან ავად და ფიქრობდა, რომ კვდებოდა, აგრძელებს ეკატერინე. ის მითხრა ყველაფერი გრიგოლის შესახებ, ბავშვის შესახებ, იმ 2 წლის შესახებ, რომელიც ის გაატარა დამალული. ის მითხრა, რომ ყოველ დღე ფიქრობდა თავის შვილზე, თუ სად იყო ის, როგორ გამოიყურებოდა, ბედნიერი იყო თუ არა. ის მითხრა, რომ ეს იყო მისი უდიდესი სატანჯველი, იცოდა, რომ მისი შვილი იყო სადღაც ახლოს, შესაძლოა იმავე ქალაქში, მაგრამ ის ვერასოდეს შეძლებდა მასთან მისვლას, ვერასოდეს შეძლებდა მისთვის თქმას, მე ვარ შენი დედა. 1955 წელს, როდესაც მედია იყო 50 წლის, მოხდა რაღაც, რამაც თითქმის გაანადგურა ის. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოიყვანეს ახალგაზრდა კაცი, 30 წლის, მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ. ის იყო უგონო მდგომარეობაში, ექიმები იბრძოდნენ მის სიცოცხლისთვის. მედიამ შეიტყო ამის შესახებ შემთხვევით, ის იყო საავადმყოფოში, სტუმრობდა ერთ ავად მსახიობს, როდესაც დერეფანში გაიარა ექიმი და საუბრობდა კოლეგასთან. ეს ბიჭი, რომელიც ავტოკატასტროფაში მოხვდა, წერეთელი, ძალიან ჰგავს ერთ ძველ ფოტოს, რომელიც მე მინახავს არქივში. თითქოს ის არის იმ რეპრესირებული რეჟისორის გრიგოლ წერეთელის ასლი. მედიას გული გაუჩერდა. წერეთელი. გრიგოლის გვარი. 30 წელი, ზუსტად იმდენი, რამდენიც უნდა ჰქონოდა მის შვილს. ეს შეეძლო იყოს შემთხვევა. თუ ეს იყო ის მისი შვილი, რომელიც იზრდებოდა სხვა ოჯახში, სხვა გვარით, მაგრამ მაინც ატარებდა გრიგოლის სისხლს. მედიამ იპოვა ექიმი და ევედრებოდა, მიეცა საშუალება ენახა ეს ბიჭი. ექიმმა თავდაპირველად უარი თქვა, ის არ იყო ოჯახის წევრი, არ ჰქონდა უფლება. მაგრამ მედიამ გამოიყენა თავისი სახელი, თავისი კავშირები. ის მივიდა საავადმყოფოს დირექტორთან, რომელიც იყო მისი თეატრის ძველი მაყურებელი და თხოვა პირადი მოწყალება. დირექტორმა დაუშვა ის პალატაში, მაგრამ მხოლოდ 5 წუთით. მედიამ შევიდა და ნახა ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც იწვა საწოლში სავსე მილებით და აპარატებით. მისი სახე იყო დაჭრილი, დაბინტული, მაგრამ მედიამ დაინახა ის, რაც სხვებს არ ეხილათ, ის დაინახა გრიგოლის თვალები, გრიგოლის ცხვირი, გრიგოლის ხელები. ეს იყო ის. ეს იყო მისი შვილი. მედია მიუახლოვდა საწოლს, ჩაიხარა და ჩაუჩურჩულა, შვილო, მე ვარ აქ. დედა აქ არის. ბიჭმა არ გახსნა თვალები, ის იყო უგონო მდგომარეობაში. მაგრამ მედიამ დაინახა, როგორ შეიკრა მისი ხელის თითები, როგორ შეიცვალა მისი სუნთქვა. თითქოს სადღაც, ღრმა ქვეცნობიერში, ის გრძნობდა დედის ხმას. მედია იჯდა იქ, ბიჭის გვერდით 5 წუთი, რომელიც ჩანდა როგორც მარადიულობა. ის უყურებდა მას და ფიქრობდა, ეს იყო მისი შვილი, რომელიც მან ვერ გაზარდა, ვერ ჩაეხუტა, ვერ უთხრა მიყვარხარ.
ეს იყო მისი შვილი, რომელიც არ იცოდა, ვინ იყო მისი ნამდვილი დედა. ეს იყო მისი შვილი, რომელიც ახლა იბრძოდა სიკვდილთან. და მედიამ იგრძნო ისეთი ტკივილი, რომელიც იყო უარესი ვიდრე ყველაფერი, რაც მას ოდესმე განუცდია. ის იგრძნო, რომ კარგავდა მას მეორედ. პირველად, როდესაც მისცა ის სხვა ოჯახს. მეორედ, ახლა, როდესაც ის შესაძლო აკვდებოდა. ექიმმა შემოვიდა და თქვა, რომ დრო ამოიწურა. მედიამ უნდა წასულიყო. ის წამოდგა, მაგრამ სანამ გავიდოდა, მან ჩაიხარა კიდევ ერთხელ და აკოცა ბიჭს შუბლში. გადარჩი, ჩაუჩურჩულა ის. გთხოვ, გადარჩი. არა ჩემთვის, არამედ შენი მამისთვის, რომელმაც შენ ისე უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გინახავს. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მედია ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში. ის არ შედიოდა პალატაში, მას არ ჰქონდა უფლება. მაგრამ ის იდგა დერეფანში და ელოდა ექიმებს, ეკითხებოდა მის მდგომარეობას. ექიმები ეუბნებოდნენ, ის იბრძვის, მაგრამ ძალიან სუსტია. ყოველი დღე შეეძლო იყოს უკანასკნელი. მედია ლოცულობდა, პირველად თავის ცხოვრებაში ის ნამდვილად ლოცულობდა. ის ლოცულობდა ღმერთს, რომელშიც არ სჯეროდა, ევედრებოდა, გადაერჩინა მისი შვილი. ის აპირებდა ყველაფერს, თავის კარიერას, თავის სახელს, თავის ცხოვრებას, თუ მხოლოდ ის გადარჩებოდა. და როგორც ჩანს, ვიღაცამ მოისმინა მისი ლოცვა. მე-14 დღეს ბიჭმა გახსნა თვალები. ის გამოვიდა კომიდან. ექიმებმა თქვეს, რომ ეს იყო სასწაული, ისეთი დაზიანებებით, როგორიც მას ჰქონდა, ადამიანები ჩვეულებრივ არ გადარჩებიან. მედიამ შეიტყო ეს და ატირდა, პირველად წლების განმავლობაში ის ატირდა არა ტკივილისგან, არამედ ბედნიერებისგან. მისი შვილი იყო ცოცხალი. ის გადარჩა. მაგრამ მედიამ ასევე იცოდა, რომ ის ვერასოდეს შეძლებდა მასთან მისვლას, ვერასოდეს შეძლებდა მისთვის თქმას სიმართლეს. რადგან თუ ის ეტყოდა, ეს დაანგრევდა ბიჭის ცხოვრებას. ის იზრდებოდა სხვა ოჯახში, ის თვლიდა სხვა ადამიანებს თავის მშობლებად. და მედიას არ ჰქონდა უფლება წაერთვა ეს. ის უკვე ერთხელ გააკეთა არჩევანი, მისცა ის სხვებს, რათა მას ჰქონოდა ნორმალური ცხოვრება. და ახლა ის უნდა პატივისცემოდა ამ არჩევანს, რამდენადაც მძიმეც არ უნდა ყოფილიყო. მედიამ დატოვა საავადმყოფო და აღარასოდეს დაბრუნდა. ის აგრძელებდა თავის ცხოვრებას, თავის კარიერას, თავის როლებს. მაგრამ ახლა ის იცოდა, მისი შვილი იყო ცოცხალი, ის იყო სადღაც ახლოს. და ეს იყო საკმარისი. ეს იყო მცირე ნუგეში იმ უსასრულო ტკივილში, რომელსაც ის ატარებდა. მაგრამ ვინ იყო ეს ბიჭი? რა იყო მისი სახელი? სად ცხოვრობდა ის? ჩვენ ვცადეთ გაგვეგო, მაგრამ საავადმყოფოს არქივები იმ პერიოდის დამწვარია ხანძარში, რომელიც მოხდა 1970-იან წლებში. ოფიციალურად ეს იყო შემთხვევა. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ეს იყო განზრახ გაკეთებული, რათა წაშლილიყო ყველა კვალი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული რეპრესირებულებთან. ერთი რამ ცნობილია, ბიჭი გამოჯანმრთელდა, დატოვა საავადმყოფო და გაქრა. არავინ არ იცის, სად წავიდა, რა გახდა მისი ბედი. მაგრამ მედია ჯაფარიძე, რომელიც ცხოვრობდა კიდევ 30 წელი ამის შემდეგ, ყოველთვის ინახავდა ერთ ფოტოს თავის საფულეში, ძველ გაყვითლებულ ფოტოს ახალგაზრდა გრიგოლისას. და როდესაც ვინმე ეკითხებოდა, ვინ იყო ეს, ის ამბობდა, ეს არის ადამიანი, რომელსაც მე უყვარდა უფრო მეტად, ვიდრე ცხოვრება. ის არასოდეს არ ამბობდა, ეს არის მამა ჩემი შვილისა, რომელიც არასოდეს გამიზიარებია. 1970-იან წლებში, როდესაც მედია იყო უკვე ცნობილი და პატივცემული, მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოავლინა ის, რაც ის 10 წლეულების განმავლობაში მალავდა. თბილისის კინოსტუდიაზე იღებდნენ ფილმს, დედის გული, ფილმს ქალის შესახებ, რომელიც კარგავს თავის შვილს ომში. მედია თამაშობდა მთავარ როლს. ეს იყო როლი, რომელიც მოითხოვდა ღრმა ემოციურ ჩართულობას, დედა, რომელიც ელოდება თავის შვილს, რომელიც იცის, რომ ის არასოდეს დაბრუნდება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს იმედს. ეს იყო როლი, რომელიც იყო ძალიან ახლოს მედიას საკუთარ ცხოვრებასთან. გადაღების დროს ერთ სცენაში, სადაც დედა იღებს წერილს შვილის სიკვდილის შესახებ, მედიამ დაიწყო ტირილი, ისეთი ტირილი, რომელიც არ იყო თამაში. ის ტიროდა ნამდვილად, ის ტიროდა ყველა იმ წლის ტკივილით, რომელიც ის ატარებდა. რეჟისორმა, რომელიც იყო ახალგაზრდა და არ იცნობდა მედიას ისტორიას, გააგრძელა გადაღება, ის ფიქრობდა, რომ ეს იყო ბრწყინვალე თამაში. მაგრამ მედია ვერ გააჩერა. ის ტიროდა და ტიროდა, სანამ არ ჩაიქცა იატაკზე. გადამღები ჯგუფი შეშფოთდა, ეს აღარ იყო თამაში, ეს იყო რაღაც სხვა. მოიყვანეს ექიმი, რომელმაც მისცა მედიას დამამშვიდებელი.
როდესაც მედია გამოფხიზლდა, ის იყო თავის გასახდელში მარტო. რეჟისორი შემოვიდა და ჰკითხა: მედია, რა მოხდა? ეს იყო მხოლოდ სცენა. მედიამ უყურა მას და თქვა: არა, ეს არ იყო მხოლოდ სცენა. ეს იყო ჩემი ცხოვრება. მე ვიცი, რას ნიშნავს დაკარგო შვილი. მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო ყოველდღე იმ ცოდნით, რომ შენი შვილი არის სადღაც, მაგრამ შენ ვერასოდეს შეძლებ მასთან მისვლას. რეჟისორი გაოცდა, მედიას არ ჰყავდა შვილები, ეს იცოდა ყველამ. მაგრამ მედიამ გააგრძელა, მე მქონდა შვილი. 1946 წელს. ბიჭი. მე მივეცი ის სხვა ოჯახს, რადგან მე ვიყავი ახალგაზრდა და უკორწინებელი და მისი მამა იყო რეპრესირებული. მე გავაკეთე ეს, რათა მას ჰქონოდა ნორმალური ცხოვრება. მაგრამ ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი ჩემი ცხოვრებიდან მე ვფიქრობ მასზე. მე ვცხოვრობ ამ ტკივილით. და ეს როლი, ეს არის არა თამაში, ეს არის ჩემი რეალობა. რეჟისორი იყო შოკში. ის არ იცოდა რა ეთქვა. ის უბრალოდ იჯდა და უსმენდა, როგორც მედია ყვებოდა, პირველად თავის ცხოვრებაში ის ყვებოდა ყველაფერს ვინმესთვის, ვინც არ იყო მისი ახლო მეგობარი. ის ყვებოდა გრიგოლის შესახებ, მათი სიყვარულის შესახებ და პატიმრების შესახებ, ორსულობის შესახებ, ბავშვის შესახებ, იმ ორი წლის შესახებ, რომელიც ის გაატარა დამალული. ის ყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ დაბრუნდა თბილისში და ცდილობდა ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ის ყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა რეზოს და დაქორწინდა მასზე, არა სიყვარულისგან, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა დაცვა, სჭირდებოდა ფასადი. ის ყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ნახა თავისი შვილი საავადმყოფოში და როგორ უნდა წასულიყო, არ ეთქვა მისთვის სიმართლე. და როდესაც ის დაასრულა, ის თქვა: ახლა თქვენ იცით. თქვენ იცით ჩემი საიდუმლო. და მე გთხოვთ, არასოდეს უთხრათ ეს არავის. რადგან თუ ეს გახდება ცნობილი, ეს დაანგრევს არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი შვილის ცხოვრებასაც. რეჟისორმა დახპირდა. ის ინახავდა ამ საიდუმლოს 30 წლის განმავლობაში, სანამ მედია ცოცხალი იყო. და მხოლოდ ახლა, წლების შემდეგ მისი გარდაცვალებისა, ის გვიყვება ამას. მედია ჯაფარიძე, ამბობს, ის იყო არა მხოლოდ დიდი მსახიობი. ის იყო დიდი ქალი, რომელმაც გაიარა ისეთი ტკივილი, რომელსაც ჩვენგან უმეტესობა ვერ წარმოვიდგენთ. ის ცხოვრობდა ორ მაგ ცხოვრებაში, ერთი იყო საჯარო, სადაც ის იყო ბედნიერი, წარმატებული საყვარელი. მეორე იყო პირადი, სადაც ის იყო დედა, რომელმაც დაკარგა თავისი შვილი, ქალი, რომელმაც დაკარგა თავისი სიყვარული, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ ტკივილში. და ის ატარებდა ამ ორ ცხოვრებას ისე ბრწყინვალედ, რომ არავინ არ ეჩვეობდა. ეს იყო მისი უდიდესი როლი, როლი ბედნიერი ქალისა, როდესაც შიგნით ის იყო გატეხილი. ფილმი დედის გული გამოვიდა 1972 წელს და გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმი. მედიას თამაში იყო ისეთი ძლიერი, ისეთი ნამდვილი, რომ ყველა, ვინც ნახა, ტიროდა. კრიტიკოსები წერდნენ, მედია ჯაფარიძე არ თამაშობს დედას, ის არის დედა. მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ეს არ იყო თამაში. ეს იყო რეალობა. ეს იყო მისი ცხოვრება გადატანილი ეკრანზე. და ყოველი ცრემლი, რომელიც მედიამ დაღვარა ამ ფილმში, იყო ნამდვილი ცრემლი, ცრემლი დედისა, რომელმაც დაკარგა თავისი შვილი და არასოდეს შეძლო მისი დაბრუნება. ამ ფილმის შემდეგ მედია მიიღო უამრავი ჯილდო, უამრავი აღიარება. მაგრამ ის არასოდეს არ უყურებდა ამ ფილმს. როდესაც ეკითხებოდნენ, რატომ, ის ამბობდა, ეს არის ძალიან პირადი. მე არ შემიძლია ვუყურო. რეალურად ის არ შეეძლო უყურებდა, რადგან ეს იყო ძალიან მტკივნეული, ხედავდა საკუთარ ტკივილს, გადატანილს ეკრანზე, ხედავდა საკუთარ სიმართლეს, რომელსაც ის მალავდა 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ რა მოუვიდა გრიგოლს? დაბრუნდა თუ არა ის ოდესმე საქართველოში? იცოდა თუ არა მას, რომ მედიამ ნახა მათი შვილი საავადმყოფოში? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერ კიდევ დამალულია. მაგრამ ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ კოლიმის ბანაკის არქივში, აძლევს მინიშნებას. ეს არის სიკვდილის მოწმობა. გრიგოლ წერეთელი გარდაიცვალა 1959 წლის დეკემბერში, ასაკი 32 წელი, მიზეზი გულის შეტევა. მაგრამ ამ დოკუმენტში არის ერთი დეტალი, რომელიც ყურადღებას იპყრობს, მის პირად ნივთებში იპოვეს ერთი ფოტო ახალგაზრდა ქალისა, რომელზეც უკანა მხარეს ეწერა: მედია, ჩემი სიყვარული, ჩემი ცხოვრება. ეს ფოტო ინახება ჯერ კიდევ არქივში დალუქული და კლასიფიცირებული. მაგრამ ის არსებობს. და ის ამტკიცებს, რომ გრიგოლი, სანამ გარდაიცვალა, ატარებდა მედიას სურათს თავის გულთან ახლოს. ის ატარებდა მას იმ ყინულებში, იმ შიმშილში, იმ ტანჯვაში.
და ეს იყო ერთადერთი რამ, რაც აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა, თუნდაც ის იცოდა, რომ არასოდეს დაბრუნდებოდა, არასოდეს ენახა მედია, არასოდეს ენახა თავისი შვილი. თბილისის სახელმწიფო არქივის მესამე სართულზე, სადაც ინახება საბჭოთა პერიოდის დახურული საქმეები, ერთ-ერთმა არქივარიუსმა, რომელიც მუშაობდა იქ 50 წლის განმავლობაში, ჩვენთან საუბრისას გამოიღო ძველი რვეული, ის, სადაც ის პირადად აღნიშნავდა ყველა უჩვეულო დოკუმენტს, რომელიც გაივლიდა მის ხელში. 1975 წელს იწყებს ის ამბავს, ჩემთან მოვიდა ქალი, დაახლოებით 50 წლის, ძალიან ნერვიული, ხელები უძრა. მან მითხრა, რომ ეძებდა ინფორმაციას ერთი ადამიანის შესახებ, რომელიც რეპრესირებული იყო 1945 წლებში. სახელი იყო გრიგოლ წერეთელი. მე ვიცოდი ეს სახელი, ის იყო იმ სიაში, რომელზეც იყო წითელი ბეჭედი, აბსოლუტურად დახურული საქმე, რომლის გახსნაც აკრძალული იყო 50 წლის განმავლობაში. მე ვუთხარი ქალს, რომ ასეთი საქმე არ არსებობდა ჩვენ სისტემაში. მაგრამ მან გამომიწოდა ჩემს თვალწინ ერთი დოკუმენტი, ძველი გაყვითლებული ქაღალდი, რომელზეც იყო ბეჭედი კოლიმის შრომითი ბანაკისა და ხელმოწერა გრიგოლ წერეთელი 1959 წელი. ეს იყო მისი უკანასკნელი წერილი, რომელიც ის წერდა სიკვდილამდე 2 დღით ადრე. წერილში ის წერდა თავის შვილზე, რომელსაც არასოდეს უნახავს და ევედრებოდა, თუ ვინმე ოდესმე წაიკითხავდა ამას, ეპოვა ეს ბავშვი და ეთქვა, რომ მისი მამა უყვარდა ის უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე. არქივარიუსი ჩერდება, იღებს სუნთქვას და აგრძელებს, მე ვკითხე ქალს, ვინ ხართ თქვენ? და მან მითხრა, მე ვარ ის ქალი, რომელსაც უყვარდა გრიგოლი. მე ვარ დედა იმ ბავშვისა, რომელზეც ის წერდა. და ახლა მე მინდა ვიპოვო ჩემი შვილი, სანამ ძალიან გვიან არ არის. ვინ იყო ეს ქალი? რატომ მოვიდა ის არქივში 30 წლის შემდეგ? და რა იპოვა მან იქ, რამაც შეცვალა ყველაფერი? ქალი, რომელიც მოვიდა არქივში, არ იყო მედია ჯაფარიძე, ის იმ დროს იყო თბილისში. რეპეტიციაზე. ეს იყო სხვა ქალი, ნინო, მედიას უფროსი და რომელიც ცხოვრობდა პატარა სოფელში, მთებში, სადაც მედიამ გაატარა ის 9 თვე, როდესაც ის იყო ორსულად. ნინო იყო ერთადერთი ადამიანი, გარდა მედიასა და მისი დედისა, რომელიც იცოდა სრული სიმართლე. ის იყო იქ, როდესაც მედიამ შვა ბავშვი. ის იყო იქ, როდესაც მედიამ მისცა ის სხვა ოჯახს. და ის ინახავდა ამ საიდუმლოს 30 წლის განმავლობაში, სანამ არ მოხდა რაღაც, რამაც აიძულა ის მოსულიყო არქივში. რა იყო ეს? არქივარიუსი გვიყვება, ნინომ მითხრა, რომ მედია იყო ავად, ძალიან ავად. ექიმები ამბობდნენ, რომ მას დარჩენოდა მხოლოდ რამდენიმე თვე. და მედიამ ევედრა ნინოს, იპოვე ჩემი შვილი, იპოვე ის, სანამ მე მოვკვდები. მე მინდა ვიცოდე, რომ ის კარგად არის, რომ ის ბედნიერია, რომ მან იცის სიმართლე. ნინომ დახპირდა. და ის მოვიდა არქივში, რათა დაეწყო ძებნა. მაგრამ როგორ შეეძლო ნინოს ეპოვა ბავშვი, რომელიც გადაეცა სხვა ოჯახს 30 წლის წინ? როგორ შეეძლო მას ეპოვა ის ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისში? არქივარიუსი აგრძელებს, ნინოს ჰქონდა ერთი მინიშნება, ის იცოდა ოჯახის გვარი, რომელსაც მიეცა ბავშვი. ეს იყო ოჯახი წერეთელების შორეული ნათესავები გრიგოლისა, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისის გარეუბანში. ისინი იყვნენ მარტივი ადამიანები, მუშები, რომლებსაც არ შეეძლოთ საკუთარი შვილების ყოლა. როდესაც მედიას დედამ მიმართა მათ, ისინი დათანხმდნენ აიყვანათ ბავშვი და ეზრდათ როგორც საკუთარი. მაგრამ ერთი პირობით, არავინ არასოდეს უნდა ეთქვა ბავშვს სიმართლე. ის უნდა ზრდილიყო იმ რწმენით, რომ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები. ნინო მიპოვა ეს ოჯახი. ის მივიდა მათ სახლში და აკაკუნა კარზე. კარი გაუხსნა ძველმა ქალმა, დაახლოებით 70 წლის, გამხდარმა დაღლილმა. ნინომ წარმოადგინა თავი და თქვა, რომ ეძებდა ინფორმაციას ბიჭის შესახებ, რომელიც დაიბადა 1946 წელს და აიყვანეს ამ ოჯახმა. ძველმა ქალმა გაშეშდა, მისი სახე გაფითრდა. ვინ ხართ თქვენ? ჰკითხა მან. მე ვარ და იმ ქალისა, რომელმაც შვა ეს ბავშვი, უპასუხა ნინომ. და ის მინდა იცოდეს, რომ მისი შვილი კარგად არის. ძველი ქალი იდგა კარში, ხელები უძრა, თვალებში წრემლები ეტყობოდა. შემდეგი ის თქვა, შემოდით. ნინო შევიდა სახლში, პატარა ღარიბი, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული. კედლებზე ეკიდა ფოტოები, ოჯახური ფოტოები, სადაც ჩანდა ბიჭი, რომელიც იზრდებოდა, პირველი ნაბიჯები, პირველი სკოლა, პირველი სამსახური. ნინო უყურებდა ამ ფოტოებს და ხედავდა, ეს ბიჭი ჰგავდა გრიგოლს. იგივე თვალები, იგივე ცხვირი, იგივე ღიმილი. ეს იყო ის, მედიას შვილი, გრიგოლის შვილი.
ძველმა ქალმა დაჯდა და დაიწყო ამბავი, ჩვენ ვაყვანეთ ის, როდესაც ის იყო ახალშობილი. ჩვენ ვუთხარით, რომ ის იყო ჩვენი შვილი. ის არასოდეს არ იცოდა სიმართლე. ჩვენ ვზრდიდით მას სიყვარულით, ყურადღებით, ყველაფრით, რაც შეგვეძლო. ის იყო კარგი ბიჭი, ჭკვიანი, ნიჭიერი, კეთილი. ის დაამთავრა სკოლა, შევიდა უნივერსიტეტში, გახდა ინჟინერი. ის დაქორწინდა, ჰყავს 2 შვილი. ის ბედნიერია. ნინომ ჰკითხა, სად არის ის ახლა? ძველმა ქალმა უპასუხა, ის ცხოვრობს მოსკოვში. ის მუშაობს იქ დიდ ქარხანაში. ის მოდის საქართველოში წელიწადში ერთხელ, სტუმრობს ჩვენ. ბოლოს იყო აქ 3 თვის წინ. ნინომ იგრძნო ორმაგი გრძნობა, ბედნიერება, რომ ბიჭი იყო კარგად და სევდა, რომ ის იყო ისე შორს. მან ჰკითხა, შემიძლია ვნახო ის? შემიძლია ვესაუბრო მას? ძველმა ქალმა თქვა, რატომ? რატომ გინდათ გაანადგუროთ მისი ცხოვრება? ის არ იცის სიმართლე. ის ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ მისი მშობლები. თუ თქვენ ახლა მოხვალთ და ეტყვით მას, რომ ყველაფერი, რაც ის იცოდა, იყო ტყუილი, ეს დაანგრევს მას. ეს დაანგრევს მის ოჯახს, მის ცხოვრებას, მის იდენტობას. ნინო იყო უსიტყვო. ის იცოდა, რომ ძველი ქალი მართალი იყო. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ მედია კვდებოდა და მას სჭირდებოდა იცოდეს, მისი შვილი იყო კარგად. ის სჭირდებოდა იცოდეს, რომ მან გააკეთა სწორი არჩევანი, როდესაც მისცა ის სხვებს. მან თქვა, მე არ მინდა გავანადგურო მისი ცხოვრება. მე მხოლოდ მინდა ვიცოდე, ის ბედნიერია. ის კარგად არის. და თუ შესაძლებელია, მინდა გადავცე მას ერთი წერილი, წერილი მისი ნამდვილი დედისგან, რომელმაც ის უყვარდა უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე. ძველმა ქალმა ფიქრობდა დიდხანს. შემდეგ ის თქვა, კარგი. მე გადავცემ მას წერილს. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე მოვკვდები. მე არ მინდა, რომ ის იცოდეს ეს ჩემი სიცოცხლის დროს. მე არ მინდა ვნახო მისი თვალები, როდესაც ის გაიგებს, რომ მე არ ვიყავი მისი ნამდვილი დედა. ეს იქნება ძალიან მტკივნეული. ნინომ დათანხმდა. მან დატოვა წერილი მედიასგან, რომელშიც ის წერდა ყველაფერს, თავის სიყვარულს გრიგოლისადმი, ორსულობას, გადაწყვეტილებას მიეცა ბავშვის ხვებს, იმ ტკივილს, რომელსაც ის ატარებდა ყოველ დღე. ის წერდა, რომ არ ინანებდა თავის არჩევანს, რადგან ამის წყალობით მისმა შვილმა ჰქონდა ნორმალური ცხოვრება, ბედნიერება, ოჯახი. ის წერდა, რომ უყვარდა ის ყოველი წუთი, ყოველი საათი, ყოველი დღე, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ენახა. და ის წერდა, რომ ახლა, როდესაც ის კვდებოდა, მისი ერთადერთი ნუგეში იყო ცოდნა, მისი შვილი იყო ბედნიერი. წერილი იყო გრძელი, 10 გვერდი, დაწერილი ხელით, რომელიც წრწოდა. ყოველ სიტყვაში იგრძნობოდა ტკივილი, სიყვარული, სინანული, იმედი. ნინო დაბრუნდა თბილისში და უთხრა მედიას. მედია ისმენდა და ტიროდა ბედნიერებისგან, რომ მისი შვილი იყო კარგად და ტიროდა სევდისგან, რომ ის არასოდეს ვერ ენახებოდა. მან ჰკითხა ნინოს, როგორ გამოიყურება ის? ნინომ უთხრა, ის ჰგავს გრიგოლს. იგივე თვალები, იგივე ღიმილი. ის არის ლამაზი კაცი, ძლიერი, ჭკვიანი. შენ უნდა იყო ამაკი მით. მედიამ თქვა, მე ვარ ამაკი. მე ყოველთვის ვიყავი ამაკი. მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს მინახავს, მე ვიცოდი, ის იქნებოდა კარგი ადამიანი. რადგან ის არის გრიგოლის შვილი. და გრიგოლი იყო საუკეთესო ადამიანი, რომელიც მეოდესმე შემხვედრია. ამის შემდეგ მედია იცხოვრა კიდევ 2 წელი. 2 წელი, რომლის განმავლობაშიც ის აგრძელებდა თამაშს სცენაზე, აგრძელებდა ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ახლა ის იცოდა, მისი შვილი იყო ბედნიერი. და ეს იყო საკმარისი. ეს იყო ის, რისთვისაც ის იბრძოდა ყველა ამ წლის განმავლობაში. მაგრამ რა მოხდა იმ წერილთან? მიიღო თუ არა ბიჭმა ის ოდესმე? გაიგო თუ არა მან სიმართლე? ჩვენ ვცადეთ გაგვეგო, მაგრამ ძველი ქალი, რომელმაც აიყვანა ბავშვი, გარდაიცვალა 1990-იან წლებში. მისი ქმარი გარდაიცვალა კიდევ უფრო ადრე. და ბიჭი, ის, რომელიც ახლა უკვე არის 50 წლის კაცი, ცხოვრობს მოსკოვში და არ იცის, რომ ჩვენ ვეძებთ მას. ის არ იცის, რომ მისი ნამდვილი დედა იყო მედია ჯაფარიძე, ლეგენდა, ხატი, ქალი, რომელსაც მთელი საქართველო უყვარდა. ის არ იცის, რომ მისი ნამდვილი მამა იყო გრიგოლ წერეთელი, კაცი, რომელიც მოკვდა სიბირის ყინულებში, ატარებდა მედიას ფოტოს თავის კულთან ახლოს. ის არ იცის, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო აშენებული ერთ დიდ საიდუმლოზე, ერთ დიდ მსხვერპლზე, ერთ დიდ სიყვარულზე.
და შესაძლოა უკეთესია ასე. შესაძლოა უკეთესია, რომ ზოგიერთი საიდუმლო რჩება დამარხული, ზოგიერთი სიმართლე რჩება უთქმელი. რადგან ზოგჯერ სიყვარული ნიშნავს არა თქმას, არამედ დუმილს. ზოგჯერ სიყვარული ნიშნავს არა ფლობას, არამედ გაშვებას. და მედია ჯაფარიძე მეს იცოდა უკეთ ვიდრე ვინმე სხვა. 1967 წელს, როდესაც მედია იყო 52 წლის, მოხდა ინციდენტი, რომელმაც თითქმის გაანადგურა ის, რაც დარჩენოდა მისი ფასადისგან. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სადაც ინახებოდა ძველი გაზეთები და ჟურნალები, ერთ-ერთმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელიც იკვლევდა რეპრესიების ისტორიას საქართველოში, იპოვა ერთი დოკუმენტი, ძველი საქმე, რომელიც შეეხებოდა გრიგოლ წერეთელს. ამ საქმეში იყო ყველაფერი: დაპატიმრების ორდერი, გამოძიების ოქმები, სასამართლო განაჩენი, გაგზავნის ბრძანება სიბირში. მაგრამ იყო კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც იყო განსაკუთრებული, წერილი, რომელიც გრიგოლმა დაწერა ბანაკიდან 1958 წელს. ეს იყო ის წერილი, რომელიც არასოდეს მიუღია მედიას, რომელიც ჩამორთმეული იყო ცენზურის მიერ. წერილში გრიგოლი წერდა მედიასთვის, წერდა თავის სიყვარულს, თავის ტკივილს, თავის იმედს. ის წერდა, რომ იცოდა ბავშვის შესახებ, რომ იცოდა, რა მსხვერპლი გაიღო მედიამ. და ის წერდა, რომ უყვარდა ის უფრო მეტად ამის გამო. ჟურნალისტმა, რომელიც იყო ახალგაზრდა და იდეალისტი, გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ეს დოკუმენტი. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ისტორიული მასალა, რომელიც უნდა ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებისთვის. ის არ იცოდა, რომ მედია ჯაფარიძე იყო ჯერ კიდევ ცოცხალი, რომ ეს ისტორია იყო არა მხოლოდ ისტორია, არამედ ცოცხალი ადამიანების ცხოვრება. ის მოამზადა სტატია, დიდი, დეტალური სტატია გრიგოლ წერეთელის შესახებ, მის რეპრესიის შესახებ, მის სიყვარულის შესახებ. და ამ სტატიაში ის ახსენა მედია, არა სახელით, მაგრამ აღწერით, ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც უყვარდა გრიგოლი და რომელმაც შვა მისი შვილი. სტატია უნდა გამოქვეყნებულიყო ერთ-ერთ ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალში. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ერთ-ერთმა რედაქტორმა, რომელიც იყო ძველი და გამოცდილი, წაიკითხა სტატია და გაიგო, ეს ახალგაზრდა მსახიობი იყო მედია ჯაფარიძე. რედაქტორმა დაურეკა ჟურნალისტს და უთხრა, შენ არ შეგიძლია გამოაქვეყნო ეს. ეს გაანადგურებს ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, რომელიც გაიარა უკვე საკმარისი ტანჯვა. მაგრამ ჟურნალისტი იყო დაჟინებული, ის ფიქრობდა, რომ სიმართლე უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ ისტორია უნდა ყოფილიყო გაზიარებული. რედაქტორმა გადაწყვიტა მიემართა თავად მედიასთვის. ის მივიდა მის სახლში და აკაკუნა კარზე. მედიამ გახსნა. ის იყო სახლში მარტო, რეზო იყო რეპეტიციაზე. რედაქტორმა წარმოადგინა თავი და უთხრა, რატომ მოსულიყო. მედიამ მოусმინა და გაშეშდა. მისი სახე გაფითრდა, ხელები დაუძრა. ის ჩაიქოლა სავარძელში და თქვა, როგორ იცის ამ ახალგაზრდა კაცმა ეს ყველაფერი? რედაქტორმა უთხრა დოკუმენტის შესახებ, წერილის შესახებ, რომელიც გრიგოლმა დაწერა. მედიამ თქვა, მე არასოდეს მიმიღია ეს წერილი. მე არ ვიცოდი, რომ ის წერდა მე. რედაქტორმა გამოიღო ასლი წერილისა და მისცა მედიას. მედიამ წაიკითხა წერილი, წაიკითხა ნელა, ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება. და როგორც წაიკითხა, ცრემლები დაუწყო ცვენა. ეს იყო გრიგოლის ხმა, რომელიც ის არ გაუგონია 30 წლის განმავლობაში. ეს იყო გრიგოლის სიყვარული, რომელიც არ გაქრა მიუხედავად დროისა, მიუხედავად მანძილისა, მიუხედავად სიკვდილისა. წერილში გრიგოლი წერდა, მედია, ჩემო სიყვარულო, მე ვიცი, რა გააკეთე. მე ვიცი, რომ შენ მისცი ჩვენი შვილის ხვებს, რათა მას ჰქონოდა ნორმალური ცხოვრება. მე ვიცი, რომ ეს იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება შენი ცხოვრებისა. და მე გიყვარვარ უფრო მეტად ამის გამო. შენ ხარ ყველაზე ძლიერი ქალი, რომელიც მეოდესმე შემხვედრია. შენ ხარ ყველაზე უანგარო დედა, რომელიც არსებობს. და მე ვარ ამაკი იმით, რომ შენ იყავი ჩემი. მე ვიცი, რომ მე არასოდეს დაუბრუნდები. მე ვიცი, რომ მე არასოდეს ვნახავ შენ, არასოდეს ვნახავ ჩვენს შვილს. მაგრამ მე მოვკვდები იმ ცოდნით, რომ მე ვიყავი საყვარელი შენგან. და ეს არის საკმარისი. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე უმეტეს ადამიანებს აქვთ მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. მედიამ დაასრულა წაკითხვა და იჯდა დიდხანს, უსიტყვოდ ცრემლები ეღურებოდა. შემდეგ ის უყურა რედაქტორს და თქვა, გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ ეს. არა ჩემთვის, არამედ ჩემი შვილისთვის. ის არ იცის სიმართლე. ის ცხოვრობს ბედნიერად, ოჯახით, შვილებით. თუ ეს გახდება ცნობილი, ეს გაანადგურებს მას. ეს გაანადგურებს მის ოჯახს. და მე არ შემიძლია ეს მოუშვა.
მე უკვე გავაკეთე ერთი მსხვერპლი, მივეცი ის სხვებს. ახლა მე უნდა გავაკეთო კიდევ ერთი მსხვერპლი, დავმარხო ეს ისტორია სამუდამოდ. რედაქტორმა დახპირდა. ის დაბრუნდა რედაქციაში და უთხრა ჟურნალისტს, რომ სტატია არ გამოქვეყნდებოდა. ჟურნალისტი იყო გაბრაზებული, ის ფიქრობდა, რომ ეს იყო ცენზურა, რომ ეს იყო სიმართლის დამალვა. მაგრამ რედაქტორმა უთხრა, ზოგჯერ სიმართლე არის უფრო მტკივნეული, ვიდრე ტყუილი. ზოგჯერ სიყვარული ნიშნავს დუმილს, არა საუბარს. და სტატია არასოდეს გამოქვეყნდა. მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ მედია შეიცვალა. ის გახდა კიდევ უფრო დახურული, კიდევ უფრო შორეული. ის აგრძელებდა თამაშს სცენაზე, მაგრამ მისი თამაში გახდა უფრო ცივი, უფრო დისტანცირებული. თითქოს ის თამაშობდა არა როლებს, არამედ თავის საკუთარ ცხოვრებას, თამაშობდა ბედნიერ ქალს, როდესაც შიგნით ის იყო გატეხილი. მისი კოლეგები ამჩნევდნენ ამას, მაგრამ არავინ არ ბედავდა ჰკითხოს. ისინი იცოდნენ, რომ მედიას ჰქონდა საიდუმლოები, რომ მას ჰქონდა ტკივილი, რომელზეც ის არ საუბრობდა. და ისინი პატივს სცემდნენ ამას. ისინი პატივს სცემდნენ მის დუმილს, მის ძალას, მის უნარს გაეგრძელებინა, მიუხედავად ყველაფრისა. 1967 წლის ბოლოს მედიამ მიიღო წერილი ძველი ქალისგან, რომელმაც აიყვანა მისი შვილი. წერილში იყო მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი, მედიამ მე ვარავად. ექიმები ამბობენ, რომ მე დამრჩენია მხოლოდ რამდენიმე კვირა. მე მინდა შეგხვდეთ, სანამ მოვკვდები. მე მინდა გითხრათ თქვენი შვილის შესახებ. მე მინდა გითხრათ, თუ როგორი კაცი გახდა ის. გთხოვთ, მოდით. მედიამ წაიკითხა წერილი და იცოდა, რომ უნდა წასულიყო. ის უნდა ენახა ეს ქალი, რომელმაც გაზარდა მისი შვილი, რომელმაც მისცა მას ის სიყვარული, რომელსაც მედია ვერ მისცემდა. მედია მივიდა იმ სახლში, იმავე პატარა, ღარიბ სახლში, სადაც ის იყო 10 წლის წინ. ძველი ქალი იწვა საწოლში, ძალიან სუსტი, ძალიან გამხდარი. მაგრამ როდესაც მან დაინახა მედია, მისმა თვალებმა გაბრწყინდა. მედია, თქვა მან. მე ვიცოდი, რომ მოხვალდით. მედიამ დაჯდა მის გვერდით და ჩაიჭირა ხელი. ძველმა ქალმა დაიწყო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა ბიჭი, როგორი კარგი, ჭკვიანი, კეთილი იყო ის. ის ყვებოდა მის პირველ სიტყვებზე, პირველ ნაბიჯებზე, პირველ დღეზე სკოლაში. ის ყვებოდა, თუ როგორ სწავლობდა ის, როგორ დაამთავრა უნივერსიტეტი, როგორ გახდა ინჟინერი. ის ყვებოდა მის ქორწინებაზე, მის შვილებზე, მის ბედნიერებაზე. და მედია ისმენდა და ტიროდა ბედნიერებისგან, რომ მისი შვილი ჰქონდა ასეთი კარგი ცხოვრება და ტიროდა სევდისგან, რომ ის არ იყო ნაწილი ამ ცხოვრებისა. ძველმა ქალმა თქვა, მედია, მე მინდა გითხრათ რაღაც. თქვენი შვილი არის კარგი კაცი. ის არის ბედნიერი. და ეს არის თქვენი დამსახურება. თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი, როდესაც მისცით ის ჩვენ. თქვენ მისცით მას შანსი ნორმალური ცხოვრებისთვის. და ამისთვის მე მადლობელი ვარ თქვენი. მედიამ თქვა, არა, მე ვარ მადლობელი თქვენი. თქვენ გაზარდეთ ის სიყვარულით, ყურადღებით, ყველაფრით, რაც მე ვერ მივეცი. თქვენ გახდით მისი დედა, როდესაც მე ვერ შევძელი ყოფნა. და ამისთვის მე ვარ მარადიულად მადლობელი. ძველმა ქალმა ღიმილი გაუკეთა, სუსტი, მაგრამ ნამდვილი ღიმილი. შემდეგ ის თქვა, მედია, მე მინდა გთხოვოთ რაღაც. როდესაც მე მოვკვდები, მე მინდა, რომ თქვენ მოხვიდეთ ჩემს დაკრძალვაზე. არა როგორც მედია ჯაფარიძე, არამედ როგორც უბრალო ქალი, რომელიც იცნობდა ჩემს ოჯახს. მე მინდა, რომ თქვენ ნახოთ თქვენი შვილი, ნახოთ ის შორიდან ბერე საუბროთ მას, მაგრამ მაინც ნახოთ. ეს იქნება თქვენი შანსი, ერთადერთი შანსი ნახოთ ის, სანამ ძალიან გვიან არ არის. მედიამ დახპირდა. ის იჯდა ძველი ქალის გვერდით კიდევ ერთი საათი, ისმენდა მის ამბებს, უჭირავდა ხელი. და როდესაც ის წავიდა, ის იცოდა, რომ ეს იყო ბოლო შეხვედრა. ძველი ქალი მოკვდა 2 კვირის შემდეგ. და მედია მივიდა დაკრძალვაზე, მივიდა ჩუმად, დისკრეტულად ჩაცმული მარტივ შავ კაბაში, თავზე შარფით, რათა არავინ ამოიცნობდა. ის იდგა შორს, ხალხის უკან და უყურებდა. და იქ საფლავის გვერდით ის ნახა ის თავისი შვილი, 39 წლის კაცი, მაღალი, ძლიერი, ლამაზი. ის ტიროდა ქალისთვის, რომელიც იყო მისი დედა, ერთადერთი დედა, რომელიც ის იცნობდა. და მედია უყურებდა მას და ფიქრობდა, ეს არის ჩემი შვილი, ეს არის ნაწილი ჩემისა, ნაწილი გრიგოლისა. ეს არის ის, რისთვისაც მე გავაკეთე ყველაფერი, რისთვისაც მე ვიტანჯე ყველა ამ წლის განმავლობაში. და ის არის ბედნიერი. ის არის კარგი. და ეს არის საკმარისი.
1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და ძველი საიდუმლოებები იწყებდნენ ზედაპირზე ამოსვლას, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხვდა ძველი კაცი 70 წლის, გამხდარი, სუსტი, მძიმე ფილტვის ავადმყოფობით. მისი დოკუმენტები ადასტურებდნენ, რომ ის იყო ალექსანდრე ბერიძე, ყოფილი ექიმი, რომელიც ცხოვრობდა პატარა სოფელში საქართველოს ჩრდილოეთით. მაგრამ როდესაც ერთ-ერთმა ახალგაზრდა ექიმმა დაიწყო მისი გამოკითხვა და ჰკითხა, სად მუშაობდა ის ადრე, ძველმა კაცმა უპასუხა ისე ჩუმად, რომ ძლივს გაისმოდა, კოლიმა 1950-იან წლებში. ახალგაზრდა ექიმი გაოცდა, კოლიმა იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შრომითი ბანაკი, სადაც ათასობით ადამიანი მოკვდა. როგორ გადარჩა ეს კაცი? და რატომ არასოდეს არ საუბრობდა ამაზე? ახალგაზრდა ექიმმა დაიწყო საუბარი, ფრთხილად, დელიკატურად და ძველმა კაცმა, რომელიც იცოდა, რომ მას დარჩენოდა მხოლოდ რამდენიმე დღე, გადაწყვიტა ყველაფრის თქმა. ის ყვებოდა იმ ბანაკზე, იმ ყინულებზე, იმ სიკვდილზე, რომელიც იყო ყველგან. და ის ყვებოდა ერთ კაცზე, გრიგოლ წერეთელზე, რომელიც იყო მისი მეგობარი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ინარჩუნებდა ადამიანურობას იმ ჯოჯოხეთში. ის ყვებოდა, თუ როგორ წერდა გრიგოლი წერილებს ქალისთვის, რომელსაც არასოდეს ენახებოდა, თუ როგორ ინახავდა მის ფოტოს, თუ როგორ საუბრობდა თავის შვილზე, რომელსაც არასოდეს უნახავს. და ის ყვებოდა იმ ღამეზე, როდესაც გრიგოლი მოკვდა, არა გულის შეტევისგან, როგორც ეწერა ოფიციალურ დოკუმენტში, არამედ სხვა მიზეზით, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იყო დამალული. გრიგოლი არ მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით, თქვა ძველმა კაცმა, მისი ხმა ძრწოდა. ის მოკვდა იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ის უნდა მოკვდარიყო. 1959 წლის დეკემბერში, ზუსტად 2 დღით ადრე, ვიდრე ის გარდაიცვალა, ბანაკში მოვიდა ახალი ადმინისტრატორი, კაცი, რომელიც იყო გაგზავნილი თბილისიდან. ეს კაცი მოიტანა სია პატიმრების, რომლებიც უნდა გადაყვანილიყვნენ უფრო მძიმე რეჟიმში. გრიგოლის სახელი იყო ამ სიაში. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი გადაყვანა. ეს იყო სასჯელი იმისთვის, რომ გრიგოლი ცდილობდა გაქცევას 1959 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ის დაიჭირეს და დააბრუნეს, ვიღაცამ თბილისში გადაწყვიტა, რომ ის უნდა დასჯილიყო უფრო მძიმედ. ახალგაზრდა ექიმმა ჰკითხა, ვინ იყო ეს ვიღაცა, ძველმა კაცმა უპასუხა, მე არ ვიცი სახელი. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიდი ძალაუფლება, ადამიანი, რომელიც იყო დაკავშირებული პარტიულ ელიტასთან. და მე ვიცი, რომ ეს იყო პირადი, არა პოლიტიკური, არამედ პირადი შურისძიება. ძველმა კაცმა გააგრძელა, გრიგოლი გადაიყვანეს ახალ ბანაკში, სადაც პირობები იყო კიდევ უფრო საშინელი. იქ ის მუშაობდა მაღაროში, ყოველდღე 16 საათის განმავლობაში, -50 გრადუსის ყინვაში. მას არ ჰქონდა საკმარისი საკვები, არ ჰქონდა თბილი ტანისამოსი, არ ჰქონდა სამედიცინო დახმარება. ის იყო ისე სუსტი, რომ ძლივს დგებოდა ფეხზე. მაგრამ ის აგრძელებდა იმიტომ, რომ მას ჰქონდა იმედი. ის იმედოვნებდა, რომ ერთ დღეს ის დაბრუნდებოდა, ენახებოდა მედია, ენახებოდა თავისი შვილი. მაგრამ 1959 წლის დეკემბრის 22 დღეს, როდესაც ის დაბრუნდა მაღაროდან, ის ჩაიქცა თოვლში. მე ვიყავ ერთ-ერთი იმ პატიმრებიდან, რომლებმაც დაინახეს ეს. ჩვენ მივიყვანეთ ის ბარაკში, მოვათავსეთ საწოლზე. მე ვცადე დახმარება, მაგრამ მე არ ჰქონდა არაფერი, არც წამლები, არც აღჭურვილობა, არაფერი. გრიგოლი იწვა იქ, სუნთქავდა ძლივს და მე ვიცოდი, რომ ის კვდებოდა. მაგრამ სანამ ის მოკვდებოდა, მან მითხრა რაღაც, რაც მე ვინახე 50 წლის განმავლობაში და ახლა, სანამ მე მოვკვდები, მინდა გავაზიარო. ახალგაზრდა ექიმმა მიუახლოვდა საწოლს, დაჯდა ძველი კაცის გვერდით და ჰკითხა, რა თქვა მან, ძველმა კაცმა დახუჭა თვალები, თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა ზუსტი სიტყვები და თქვა, გრიგოლმა მითხრა, ალექსანდრე, მე მინდა, რომ შენ გააკეთო რაღაც ჩემთვის. თუ შენ ოდესმე გადარჩები, თუ შენ ოდესმე დაბრუნდები საქართველოში, იპოვე ქალი, სახელად მედია. უთხარი მას, რომ მე მოვკვდი მის სახელით ტუჩებზე. უთხარი მას, რომ მე ვატარებდი მის ფოტოს ჩემს გულთან ახლოს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. უთხარი მას, რომ მე არ ვინანებ არაფერს, არც ჩვენს სიყვარულს, არც ჩვენს შვილს, არც იმ არჩევანს, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. უთხარი მას, რომ თუ მე შემეძლო ყველაფრის თავიდან გაკეთება, მე გავაკეთებდი ზუსტად იგივეს. რადგან ის იყო ერთადერთი ნამდვილი რამ ჩემს ცხოვრებაში. და უთხარი მას, რომ ჩვენი შვილი უნდა იცოდეს სიმართლე. არა ახლა, არა მაშინ, როდესაც ის არის ახალგაზრდა. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ის იქნება მზად, როდესაც ის შეძლებს გაიგოს. ჩვენი შვილი უნდა იცოდეს, რომ ის დაიბადა სიყვარულიდან, ნამდვილი, ღრმა, მარადიული სიყვარულიდან.
ის უნდა იცოდეს, რომ მისი დედა იყო ყველაზე ძლიერი ქალი, რომელიც ოდესმე არსებობდა. და ის უნდა იცოდეს, რომ მისი მამა უყვარდა ის უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უნახავს. ძველმა კაცმა გააგრძელა ცრემლები ეღურებოდა მის თვალებში. გრიგოლმა ამის თქმის შემდეგ გამოიღო ფოტო, ის ფოტო მედეასი, რომელსაც ის ატარებდა. ის მომცა ის და თქვა, წაიღე ეს. შეინახე ეს. და ერთ დღეს, როდესაც დრო მოვა, მიეციეს ჩვენს შვილს. რათა მან იცოდეს, როგორი იყო მისი დედა, ახალგაზრდა, ლამაზი, ბედნიერი. რათა მან იცოდეს, რომ ერთ დროს ბევრი წლის წინ არსებობდა სიყვარული, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე ყველაფერი, უფრო ძლიერი ვიდრე შიში, უფრო ძლიერი ვიდრე რეპრესიები, უფრო ძლიერი ვიდრე თავად სიკვდილი. მე აღვიარე. მე წავიღე ფოტო. და გრიგოლი მოკვდა იმ ღამეს, მოკვდა ჩუმად, მშვიდად, ღიმილით სახეზე. მე დავხურე მისი თვალები და ვილოცე, პირველად ჩემს ცხოვრებაში მე ნამდვილად ვილოცე. მე ვილოცე იმ კაცისთვის, რომელიც იყო ჩემი მეგობარი, იმ სიყვარულისთვის, რომელიც ის ატარებდა, იმ შვილისთვის, რომელსაც ის არასოდეს უნახავს. ახალგაზრდა ექიმმა ჰკითხა, ხმა უძრწოდა და რა მოხდა შემდეგ. გადასცით თუ არა ფოტო მედეას. იპოვეთ თუ არა მისი შვილი, ძველმა კაცმა თქვა, მე გადავრჩი. მე გავათავისუფლეს 1955 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ. მე დაუბრუნდი საქართველოში. და მე ვცადე იპოვნა მედეა. მაგრამ როდესაც მე ვიპოვე ის, მე ვნახე, რომ ის იყო უკვე ცნობილი, დაქორწინებული, ცხოვრობდა სხვა ცხოვრებით. მე ვიდექი მის სახლის წინ, ხელში ფოტო და ვფიქრობდი, უნდა შევიდე თუ არა. უნდა ვუთხრა თუ არა მას. მაგრამ მაშინ მე ვნახე ის, ვნახე მედეა, როგორც გამოდიოდა სახლიდან, როგორც ჯდებოდა მანქანაში თავის ქმართან ერთად, როგორც ღიმილობდა. და მე გავიგე, თუ მე ახლა ვუთხრობდი მას, ეს გაანადგურებდა ყველაფერს, რაც მან ააშენა. ეს დააბრუნებდა მას იმ ტკივილში, რომელიდან ის ცდილობდა გამოსვლას. და მე გადავწყვიტე, მე არ ვუთხრობდი. მე შევინახე ფოტო. მე შევინახე საიდუმლო. და მე ველოდებოდი სწორ დროს, სწორ მომენტს. ახალგაზრდა ექიმმა ჰკითხა, და მოვიდა თუ არა ეს დრო, ძველმა კაცმა თქვა, არა. დრო არასოდეს მოვიდა. მე ვცხოვრობდი 50 წელი ამ საიდუმლოთი, ამ ფოტოთი, ამ დაპირებით, რომელიც მე მივეცი გრიგოლს. მე ვაკვირდებოდი მედეას შორიდან, ვაკვირდებოდი, როგორც ის ხდებოდა ლეგენდა, როგორც ის თამაშობდა სცენაზე, როგორც ის ცხოვრობდა თავის ორმაგ ცხოვრებაში. და მე ვიცოდი, ის ატარებდა იმავე ტკივილს, რომელსაც მე ვატარებდი. ის ატარებდა იმავე საიდუმლოს. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვესაუბრეთ. ჩვენ ვერასოდეს გავუზიარეთ ეს ტკივილი. და ახლა, როდესაც მე მოვკვდები, ეს საიდუმლო მოკვდება ჩემთან ერთად. თუ თქვენ არ გააკეთებთ რაღაცას. ახალგაზრდა ექიმმა ჰკითხა, რა უნდა გავაკეთო, ძველმა კაცმა გამოიღო ძველი, გაყვითლებული ფოტო ახალგაზრდა მედეასი, ლამაზი, ბედნიერი, სიყვარულით თვალებში. ის მისცა ფოტო ახალგაზრდა ექიმს და თქვა, იპოვე მედეას შვილი. იპოვე ის და მიეცი მას ეს ფოტო. უთხარი მას სიმართლე, სრული სიმართლე. უთხარი მას, რომ ის დაიბადა სიყვარულიდან. უთხარი მას, რომ მისი დედა და მამა უყვარდნენ ერთმანეთი უფრო მეტად, ვიდრე ცხოვრება. და უთხარი მას, რომ ეს არის არა სირცხვილი, არამედ ამაყობა. ეს არის არა ტრაგედია, არამედ ისტორია უდიდესი სიყვარულისა. ახალგაზრდა ექიმმა აიღო ფოტო ხელში და უყურებდა მას დიდხანს. ის უყურებდა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ახლა იყო ძველი, ცნობილი, პატივცემული. ის უყურებდა მის თვალებს, რომლებშიც ჩანდა ბედნიერება, რომელიც დაიკარგა ბევრი წლის წინ. და ის იცოდა, რომ უნდა გაეკეთებინა რაღაც. ის უნდა შეესრულებინა ძველი კაცის თხოვნა, გრიგოლის უკანასკნელი სურვილი. მაგრამ როგორ იპოვნა ადამიანი, რომელიც არ იცოდა, რომ ის იყო მედეას შვილი? როგორ უთხრა მას სიმართლე, რომელიც შეეძლო გაენადგურებინა მისი მთელი ცხოვრება? ძველი კაცი მოკვდა მეორე დღეს, მოკვდა მშვიდად იმ ცოდნით, რომ მან გადასცა თავისი ტვირთი სხვას. ახალგაზრდა ექიმმა დაკრძალა ის პატივისცემით. და შემდეგ ის დაიწყო ძებნა, რომელიც გაგრძელდა 5 წელი. ის ეძებდა არქივებში, ძველ დოკუმენტებში, საავადმყოფოს ჩანაწერებში. ის საუბრობდა ძველ ადამიანებთან, რომლებიც იხსენებდნენ იმ დროს. ის აგროვებდა ნაწილებს, ფრაგმენტებს, მინიშნებებს. და 1995 წელს ის იპოვა მედეას შვილი.
ის იყო კაცი, სახელად გიორგი წერეთელი, 49 წლის, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში, მუშაობდა დიდ საინჟინრო კომპანიაში. ის ჰყავდა ცოლი, 2 შვილი, ნორმალური, ბედნიერი ცხოვრება. ის არ იცოდა, რომ ის იყო მედია ჯაფარიძის შვილი. ის არ იცოდა, რომ მისი ნამდვილი მამა იყო გრიგოლ წერეთელი, კაცი, რომელიც მოკვდა სიბირის ყინულებში. ის არ იცოდა, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო აშენებული ერთ დიდ საიდუმლოზე. ახალგაზრდა ექიმმა, რომლის სახელი იყო დავით, გადაწყვიტა მიეწერა წერილი, რომელშიც ის უთხრობდა ყველაფერს. მაგრამ როგორ დაეწყო ასეთი წერილი? როგორ უთხრა ადამიანს, რომ ყველაფერი, რაც ის იცოდა თავის შესახებ, იყო ტყუილი? დავითმა წერდა და წაშლიდა, 10ჯერ, 20ჯერ, 100ჯერ. და საბოლოოდ ის დაწერა მარტივად, პირდაპირ, გულწრფელად: ბატონო გიორგი, ჩემი სახელია დავით. მე ვარ ექიმი თბილისიდან. მე მაქვს ინფორმაცია თქვენი წარმოშობის შესახებ, რომელიც შეცვლის ყველაფერს, რაც თქვენ იცით თქვენს შესახებ. ეს არის არა ადვილი ინფორმაცია. ეს არის არა სასიამოვნო ინფორმაცია. მაგრამ ეს არის სიმართლე. და მე მჯერა, რომ თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ სიმართლე. წერილში დავითმა უთხრა ყველაფერი, უთხრა მედიას შესახებ, გრიგოლის შესახებ, მათი სიყვარულის შესახებ, რეპრესიის შესახებ, ბავშვის შესახებ, რომელიც დაიბადა და გადაეცა სხვა ოჯახს. ის უთხრა იმ 50 წლის საიდუმლოს შესახებ, იმ ტკივილის შესახებ, რომელიც მედია ატარებდა. ის უთხრა გრიგოლის უკანასკნელი სიტყვების შესახებ, ალექსანდრეს დაპირების შესახებ, ფოტოს შესახებ, რომელიც ინახებოდა 50 წლის განმავლობაში. და ის დაასრულა წერილი ამ სიტყვებით: ბატონო გიორგი, მე ვიცი, რომ ეს არის შოკი. მე ვიცი, რომ ეს არის მტკივნეული. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს არის სიმართლე, რომელიც თქვენ იმსახურებთ იცოდეთ. თქვენი ნამდვილი დედა იყო მედია ჯაფარიძე, ქალი, რომელიც უყვარდა თქვენ უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შეძლო თქვენთან ყოფნა. თქვენი ნამდვილი მამა იყო გრიგოლ წერეთელი, კაცი, რომელიც მოკვდა სიბირში, ატარებდა თქვენი დედის ფოტოს თავის გულთან ახლოს. და თქვენ დაიბადეთ სიყვარულიდან, ნამდვილი, ღრმა, მარადიული სიყვარულიდან. ეს არის არა სირცხვილი. ეს არის ამაყობა. დავითმა გაგზავნა წერილი და ელოდა. ის ელოდა 1 კვირა, 2 კვირა, 3 კვირა. არანაირი პასუხი. ის იწყებდა ფიქრს, რომ შესაძლოა წერილი არ მიუღია, შესაძლოა გიორგიმ გადაწყვიტა იგნორირება. მაგრამ მე-4 კვირას მან მიიღო ტელეფონის ზარი. ხმა მეორე მხარეს იყო ძლიერი, მაგრამ ძრწოდა: ეს არის გიორგი წერეთელი. მე წავიკითხე თქვენი წერილი. ნე. მე არ ვიცი რა ვთქვა. ნე. მე მინდა ვნახო თქვენ. მე მინდა ვიცოდე მეტი. მე მინდა ვიცოდე სიმართლე. დავითმა უპასუხა: მოდით თბილისში. მე გეტყვით ყველაფერს. მე გაჩვენებთ ყველაფერს. და გიორგი მოვიდა 1 კვირის შემდეგ მარტო, ჩუმად. ის შეხვდა დავითს პატარა კაფეში, სადაც არავინ იცნობდა მათ. და იქ, იმ კაფეში, დავითმა უთხრა მას ყველაფერი, უთხრა დეტალურად, ფრთხილად, გულწრფელად. ის უჩვენა ფოტო ახალგაზრდა მედიასი. გიორგიმ აიღო ფოტო ხელში და უყურებდა მას დიდხანს. მისი თვალები ივსებოდა ცრემლებით. ეს არის ჩემი დედა? ჰკითხა მან. ეს არის ჩემი ნამდვილი დედა? დავითმა თქვა: დიახ. ეს არის თქვენი დედა. ქალი, რომელიც გაჩვენა თქვენ სიცოცხლე და შემდეგ გაშვა, რათა თქვენ ჰქონოდათ ნორმალური ცხოვრება. გიორგი იჯდა დიდხანს, უსიტყვოდ უყურებდა ფოტოს. შემდეგ ის თქვა: მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც არ იყო. სწორი. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ იყო რაღაც, რაც ჩემი მშობლები მალავდნენ. მაგრამ მე არასოდეს ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ასეთი. ასეთი დიდი საიდუმლო. მედია ჯაფარიძე, ლეგენდა, ხატი. და ის არის ჩემი დედა. როგორ შემიძლია ეს მივიღო? როგორ შემიძლია ეს გავიგო? დავითმა თქვა: თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს ახლავე. თქვენ უნდა დრო მოგეცეთ. მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, თქვენი დედა არ მიგატოვათ იმიტომ, რომ არ გიყვარდათ. ის მიგატოვათ იმიტომ, რომ ძალიან გიყვარდათ. ის მიგატოვათ, რათა თქვენ ჰქონოდათ ის, რაც მას არ შეეძლო მიეცათ, ნორმალური ოჯახი, ნორმალური ცხოვრება, ნორმალური მომავალი. და ის ატარებდა ამ ტკივილს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს თავისი ცხოვრებისა. გიორგიმ ჰკითხა: ის ცოცხალია? შემიძლია ვნახო ის? დავითმა თქვა: დიახ, ის ცოცხალია. მაგრამ ის არის ძალიან ავად.
ექიმები ამბობენ, რომ მას დარჩენია მხოლოდ რამდენიმე თვე. თუ თქვენ მინდათ ნახოთ ის, თქვენ უნდა იჩქაროთ. გიორგიმ გადაწყვიტა. ის გადაწყვიტა, რომ უნდა ენახა მედია, უნდა ენახა თავისი ნამდვილი დედა, სანამ ძალიან გვიან არ იქნებოდა. მაგრამ როგორ მიუახლოვდა მას? როგორ უთხრა, მე ვარ თქვენი შვილი, რომელიც თქვენ მიეცით სხვებს 59 წლის წინ. დავითმა დაეხმარა მას. ის მოაწყო შეხვედრა, არა ოფიციალური, არა საჯარო, არამედ პირადი, ინტიმური. ის მოაწყო ისე, რომ მედია არ იცოდა, ვინ მოდიოდა. ის უბრალოდ უთხრა მას, რომ იყო ადამიანი, რომელსაც სურდა შეხვედრა მასთან, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი. მედიამ დათანხმდა, ის იყო ისეთი ავად, რომ იცოდა, რომ მას დარჩენოდა მცირე დრო და ის სურდა გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლოს, სანამ არ იქნებოდა ძალიან გვიან. შეხვედრა მოხდა მედიას სახლში, 1:07 საღამოს. რეზო არ იყო სახლში, ის იყო რეპეტიციაზე. მედია იჯდა სავარძელში, დაფარული თბილიით, სუსტი, გამხდარი, მაგრამ ჯერ კიდევ ლამაზი, ჯერ კიდევ ღირსეული. კარზე დააკაკუნეს. მედიამ თქვა, შემოდით. კარი გაიხსნა და შემოვიდა კაცი, მაღალი, ძლიერი, 59 წლის. მედიამ უყურა მას და გული გაუჩერდა. ეს კაცი ჰგავდა გრიგოლს, ჰგავდა ისე ძლიერად, რომ ეს არ შეეძლო იყოს შემთხვევა. კაცმა მიუახლოვდა მას, დაჯდა მის წინ და თქვა, ხმა უძრწოდა, გამარჯობა მედია. ჩემი სახელია გიორგი. გიორგი წერეთელი. და მე ვარ თქვენი შვილი. მედიამ გაშეშდა. მისი სახე გაფითრდა, ხელები დაუძრა. ის ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ სიტყვები არ გამოდიოდა. გიორგიმ გააგრძელა, მე ვიცი ყველაფერი. მე ვიცი თქვენი და გრიგოლის შესახებ. მე ვიცი, რატომ მიმეცით სხვა ოჯახს. მე ვიცი, რა ტკივილი ატარეთ ყველა ამ წლის განმავლობაში. და მე მოვედი, რათა გითხრათ, მე არ ვბრაზდები. მე არ ვბრალობ თქვენ. მე გესმის. და მე მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ თქვენ მიეცით ის, რაც თქვენ არ შეგეძლოთ მიმეცათ, ნორმალური ცხოვრება, ნორმალური ოჯახი. მე ჰყავს ცოლი, 2 შვილი, კარგი სამსახური. მე ვარ ბედნიერი. და ეს არის თქვენი დამსახურება. თქვენი მსხვერპლის დამსახურება. მედია ისმენდა და ტიროდა ისე, როგორც არასოდეს უტიროდა. ის ტიროდა ყველა იმ წლის ტკივილით, ყველა იმ წლის სინანულით, ყველა იმ წლის სიყვარულით. ის ტიროდა იმიტომ, რომ საბოლოოდ 59 წლის შემდეგ ის ხედავდა თავის შვილს, ხედავდა მას არა შორიდან, არა ფარულად, არამედ აქ, თავის წინ ცოცხალს, რეალურს. გიორგი მიუახლოვდა მას, ჩაიხარა და ჩაიხუტა პირველად თავის ცხოვრებაში თავის ნამდვილ დედას. და მედიამ ჩაიხუტა მას უკან, ჩაიხუტა ისე ძლიერად, თითქოს არასოდეს აპირებდა გაშვებას. ისინი იჯდნენ ისე დიდხანს, ჩაიხუტნენ ერთმანეთს, ტიროდნენ, არაფერს არ ამბობდნენ. რადგან არაფერი არ იყო საჭირო თქმა. ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი, იყო უკვე ნათქვამი ამ ჩახუტებით, ამ ცრემლებით, ამ სიჩუმით. მედია ჯაფარიძე გარდაიცვალა 1996 წლის მარტში, 50 წლის ასაკში. ის გარდაიცვალა მშვიდად თავის სახლში, გარშემორტყმული თავისი ოჯახით, რეზო ჩხეიძით, რომელიც იყო მის გვერდით ბოლომდე, მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ იქ იყო კიდევ ერთი ადამიანი, გიორგი, მისი შვილი, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველ კვირას მოდიოდა მის სანახავად. ისინი საუბრობდნენ ყველაფერზე, რაც არ ითქვა 59 წლის განმავლობაში. მედია უყვებოდა მას გრიგოლის შესახებ, უყვებოდა, როგორი იყო ის, როგორ შეხვდნენ ისინი, როგორ შეიყვარეს ერთმანეთი. ის უყვებოდა იმ 2 წლის შესახებ, რომელიც ის გაატარა დამალული, იმ დღის შესახებ, როდესაც ის შვა გიორგი, იმ მომენტის შესახებ, როდესაც ის უნდა მიეცა ის სხვებს. ის უყვებოდა იმ ტკივილის შესახებ, რომელიც ის ატარებდა, იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც არასოდეს გაქრა. და გიორგი ისმენდა ყურადღებით, პატივისცემით, სიყვარულით. ის ისმენდა და იგებდა, ვინ იყო ის, საიდან მოდიოდა ის, რა სისხლი მიედინებოდა მის ვენებში. მედიას დაკრძალვა იყო დიდი, მთელი თბილისი გამოვიდა ქუჩებში, რათა გაეცილებინა თავისი საყვარელი მსახიობი. ათასობით ადამიანი, ყვავილები, ცრემლები, მოგონებები. მაგრამ იქ ხალხში იდგა ერთი კაცი, რომელიც არ ტიროდა, ის იდგა მშვიდად, ღირსეულად, ხელში ძველი ფოტო. ეს იყო გიორგი. ის იდგა და უყურებდა, როგორც დაკრძალავდნენ მის დედას, რომელიც მან იცნო მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში, მაგრამ რომელიც მან უყვარდა მთელი თავისი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ეს.
დაკრძალვის შემდეგ გიორგი მივიდა საფლავთან, მივიდა მარტო, როდესაც ყველა წავიდა. ის დადგა იქ და დაიწყო საუბარი თავის დედასთან, რომელიც აღარ იყო, მაგრამ რომელიც ყოველთვის იქნებოდა მის გულში. დედა, თქვა მან, მე მინდა გითხრათ რაღაც. მე მინდა გითხრათ, რომ მე გესმით. მე გესმით, რატომ გააკეთეთ ის, რაც გააკეთეთ. მე გესმით, რა ტკივილი ატარეთ. და მე მინდა გითხრათ, თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი. თქვენ მიეცით ის, რაც მე მჭირდებოდა, ნორმალური ცხოვრება, ნორმალური ოჯახი. და ამისთვის მე მარადიულად მადლობელი ვარ თქვენი. გიორგიმ გააგრძელა, მე ასევე მინდა გითხრათ, მე ვიპოვე ჩემი მამა. არა ფიზიკურად, ის გარდაიცვალა ბევრი წლის წინ. მაგრამ მე ვიპოვე ის აქ, ის დაიკრა გულზე, ჩემს გულში. მე ვიცი ახლა, ვინ იყო ის. მე ვიცი, როგორი იყო ის. მე ვიცი, რა სიყვარული ჰქონდა მას თქვენდამი, ჩემდამი. და მე ვარ ამაკი იმით, რომ მე ვარ მისი შვილი. მე ვარ ამაკი იმით, რომ მე ვარ თქვენი შვილი. მე ვარ ამაკი იმით, რომ მე დავიბადე სიყვარულიდან, ნამდვილი, ღრმა, მარადიული სიყვარულიდან. ეს არის არა სირცხვილი. ეს არის ამაყობა. და მე ვატარებ ამ ამაყობას ჩემს გულში, ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. გიორგიმ დადო ფოტო საფლავზე, ფოტო ახალგაზრდა მედეასი, რომელიც ატარებდა გრიგოლი თავის გულთან ახლოს სიბირის ყინულებში. ეს არის თქვენთვის, თქვა მან. ეს არის თქვენი და გრიგოლისთვის. რათა თქვენ იყოთ ერთად ახლა, როგორც თქვენ ყოველთვის უნდა ყოფილიყავით ერთად. რათა თქვენი სიყვარული იყოს ერთად, მარადიულად, სამუდამოდ. გიორგი დადგა კიდევ რამდენიმე წუთი, შემდეგ გაბრუნდა და წავიდა. ის წავიდა, მაგრამ ის იცოდა, რომ ის დაბრუნდებოდა ხშირად, რათა ესტუმრა თავის დედას, რათა ესაუბრა მას, რათა ეზიარებინა მასთან თავისი ცხოვრება. ის იცოდა, რომ ახლა, როდესაც ის იცოდა სიმართლეს, ის არასოდეს იქნებოდა მარტო. ის ყოველთვის იქნებოდა მედეასთან ერთად, გრიგოლთან ერთად, იმ სიყვარულთან ერთად, რომელმაც მისცა მას სიცოცხლე. წლები გავიდა. გიორგი დაბერდა, მისი შვილები გაიზარდნენ, მის შვილებს ჰყავდათ საკუთარი შვილები. და ყოველ თაობას გიორგი უყვებოდა ამბავს მედეა ჯაფარიძის შესახებ, გრიგოლ წერეთელის შესახებ, სიყვარულის შესახებ, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე ყველაფერი. ის უყვებოდა, რათა ისინი იცოდნენ, ისინი დაიბადნენ ამ სიყვარულიდან, ისინი იყვნენ ნაწილი ამ ისტორიისა. და ეს იყო არა სირცხვილი, არამედ ამაყობა იმით, რომ მათ წინაპრები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უყვარდათ ერთმანეთი ისე ძლიერად, რომ არც რეპრესიები, არც დაშორება, არც თავად სიკვდილი ვერ გაანადგურა ეს სიყვარული. დღეს 21 საუკუნეში, თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის წინ დგას ძეგლი მედეა ჯაფარიძისა. ის დგას იქ, ბრინჯაოში გამოსახული, მარადიული, ლამაზი. და ყოველ დღე ათასობით ადამიანი გადის მის გვერდით, უყურებს მას, იხსენებს მას როგორც დიდ მსახიობს, როგორც ლეგენდას, როგორც ხატს. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი იცის ნამდვილი ისტორია ქალისა, რომელმაც გაიარა ისეთი ტკივილი, რომელსაც უმეტესობა ვერ წარმოიდგენს, ქალისა, რომელმაც გააკეთა ისეთი მსხვერპლი, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია გააკეთოს, ქალისა, რომელმაც უყვარდა ისე ძლიერად, რომ ეს სიყვარული გადარჩა ყველაფერს, გადარჩა რეპრესიებს, გადარჩა დაშორებას, გადარჩა სიკვდილს. ეს არის ნამდვილი ისტორია მედეა ჯაფარიძისა, არა ის ისტორია, რომელიც ყველამ იცის, არამედ ის ისტორია, რომელიც იყო დამალული 50 წლის განმავლობაში, ის ისტორია, რომელიც ახლა, საბოლოოდ, შეიძლება ითქვას. და ახლა, როდესაც თქვენ იცით ეს ისტორია, რა ფიქრობთ? იყო თუ არა მედეა მსხვერპლის სისტემისა, რომელმაც გაანადგურა მისი სიყვარული და აიძულა მიეცა თავისი შვილი? თუ იყო ის გმირი, რომელმაც გააკეთა ყველაზე მძიმე არჩევანი, რათა მის შვილს ჰქონოდა ნორმალური ცხოვრება? იყო თუ არა გრიგოლი მსხვერპლი უსამართლო რეპრესიებისა? თუ იყო ის კაცი, რომელმაც აირჩია სიყვარული ყველაფერზე მაღლა და გადაიხადა ამისთვის უმაღლესი ფასი? და რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც გაანადგურეს ეს სიყვარული, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკა იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადამიანური ბედნიერება? დაიბრუნა თუ არა მათ სამართლიანობამ? თუ ისინი ცხოვრობდნენ ბედნიერად მიუხედავად იმ ტანჯვისა, რომელიც მათ გამოიწვიეს? მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. რას ფიქრობთ მედეა ჯაფარიძის შესახებ? იყო თუ არა ის მსხვერპლი თავისი დროის, თავისი გარემოს? თუ იყო ის ქალი, რომელმაც თავად აირჩია თავისი ბედი, თავად გადაწყვიტა გაეკეთებინა ის მსხვერპლი, რომელიც მან გააკეთა? ახსოვთ თუ არა მედეა თქვენს ქალაქში, თქვენს სოფელში? გაქვთ თუ არა თქვენი მოგონებები მის შესახებ?
გაგიზიარეთ ეს ისტორია თქვენს მეგობრებთან, თქვენს ოჯახთან, რათა ისინიც იცოდნენ ნამდვილი სიმართლე. დააწკაპუნეთ მოწონებაზე, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს ისტორია უნდა ყოფილიყო ცნობილი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ ლეგენდები, მაგრამ რომელთა ნამდვილი ცხოვრება იყო ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო ტრაგიკული, ბევრად უფრო ადამიანური.